პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. მშვიდობისა პეტრე პავლობას გილოცავდა მოგესალმებით ყველას ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამ წუთებში ავლაბარში პრეზიდენტის სასახლე ოფიციალურად იხსნება. საპროტესტო გამოსვლებიდან ზუსტად 3 თვის შემდეგ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორია კარვებისგან თავისუფალია. ვინ მოიგო და ვინ წააგო პოლიტიკური ბრძოლა სახელწოდებით 9 აპრილი, რომელიც ერთადერთი მოთხოვნით დაიწყო. წავიდეს სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბრძოლის ახალი რაუნდი წინაა. დაიცავი საქართველო ამ ლოზუნგით ლევან გაჩიჩილაძის გარშემო ცნობილი ადამიანები გაერთიანდნენ. დაიცავი საქართველო ყველაფრის მთქმელია. ქვეყანა მიექანება უწყულისკენ და თუ ეს არ გაჩერდა, ჩვენ დავიღუპებით. იმედია საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს დაგვიჭერთ, ჩვენ კი ჩვენის მხრივ მხარს დაუჭერთ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართულ კეთილსინდისიერ და საკუთარი ქვეყნის მოყვარულ პარტიებს. ამ სიტყვებით გაახმოვანა ნონა გაფრინდაშვილმა ახლად შექმნილი მოძრაობის მიზანი. თემა ახალი დაპირისპირებისთვის ხელისუფლება ამ ორგანიზაციის უკან კახა თარგამაძის პარტიის მონახას ხედავს და აცხადებს, რომ მათთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა განახორციელონ თარგამაძესთან პარტნიორობის დევიზი დაიცავი საქართველო, რომელიც მათ დროშას აწერია. იმეორებს თუ არა ამ განცხადებებით ხელისუფლება ჩარეცხილების ცნობილ თემას თავის დროზე ეს შეფასება სწორედ იმ ადამიანების მიმართ გაკეთდა, ვინც ამ ახლად შექმნილ ორგანიზაციაში გაწევრიანდა. ლევან გაჩიჩილაძის ეს ნაბიჯი პირდაპირ უკავშირდება მის შეხვედრას თარგამაძესთან, აცხადებს პავლე კუბლაშვილი ხელისუფლების სახელით. რატომ აკავშირებს კუბლაშვილი მათ ერთმანეთთან ამ შეკითხვაზე პასუხს დღეს პავლე კუბლაშვილი თავად გაგვცემს საინტერესოა, რას უპასუხებს ხელისუფლების ამ განცხადებებს გია გაჩიჩილაძე, რომელიც დაიცავი საქართველოს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. უცნობი პირდაპირ ეთერში ოდნავ მოგვიანებით ჩაგვერთვება საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, ეს იქნება მისი პირველი ეთერი. ობის პირველი პირდაპირ ეთერი მას შემდეგ, რაც ის საყრდიდან გამოვიდა და საქართველოდან სამკურნალოდ გაემგზავრა. უკვე კარგი ხანია მას ტელეეთერით არ უსაუბრია. პირდაპირი ჩართვა კარლო ვივარიდან და გია გაჩიჩილაძეს სტუმრად პოლიტიკურ კვირაში. დღეს საღამოს პირველ არხზე, როდის ჩამოდის, რა გეგმები აქვს და რა სიტყვის ახალ საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე სახელწოდებით დაიცავი საქართველო, რომლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი თავად იყო. მოусმინეთ უცნობს. ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამ საერთოდ შუა დააკარგინა ჩვენ ოპონენტებს. ესე არა, კახა თარგამაძეს ერთ-ერთ პარტიას ხმის ხო? სახელი დაიცავი საქართველო ყველაფრის მთქმელია, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებისაგან და ყოველდღე უფრო მძიმე ხდება. დაიცავი საქართველო, ვისთვის ერთიანდებიან საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. კვირის მთავარი თემები დღეს პოლიტიკურ კვირაში. საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიღოს ხმა დღევანდელი უკანონობის წინააღმდეგ. ასეთია განაცხადი. ამ მოძრაობის უკან დგას ის ფინანსები, რაც კახა თარგამაძის მეშვეობით მიიღო გაჩიჩილაძემ და დგას ის მხარდაჭერა, რაც თარგამაძეს აქვს რუსეთის შესაბამისი სპეცსამსახურებიდან. ზოგიერთი შემდეგი თავის დროშებში ამაყად წერე დაიცავი საქართველო, უდაავიწყდება საუბარი ანტინაციის მორალური საფრე და რუსებს დააწერონ დაიცავი ნარკოტრაფიკი, დაიცავი კორუფცია. რატომ დაინახა ხელისუფლებამ ამ ორგანიზაციის უკან პოლიტიკური კვალი? თემა ახალი დაპირისპირებისთვის. რატომ ავლებენ კვალს ახლად შექმნილ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და კახა თარგამაძეს შორის უმრავლესობის წევრები? ჩვენ შეკითხვებს დღეს საღამოს პავლე კუბლაშვილი უპასუხებს, რომლის განცხადებებიც ბოლო პერიოდში ოპოზიციის წინააღმდეგ სულ უფრო და უფრო რადიკალური ხდება. ის ოპოზიციური ძალა, რომელიც მიიღებს სააკაშვილის დანიშნულ არჩევნებში, ის იქნება მოღალატე. ოპოზიცია
ოპოზიცია ახალი რაუნდისთვის ემზადება. მოახლოებული 7 აგვისტო და ომის 1 წლისთავი. მილიონი ქართველი გარეთ ეს ეროვნული ფორუმის იდეა იყო. ისთვის და როგორ ემზადება 7 აგვისტოსთვის ოპოზიცია, მოусმინეთ გუბას სანიკიძეს დღეს პოლიტიკურ კვირაში, რასათქმელი დაუგროვდა ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ ლიდერს პირდაპირ პასუხები პირდაპირ შეკითხვებზე. ძვირფასო მერაბიშვილო, ვაი შენს პატრონს, დედამიწაზე არ მოჭრილა იმდენი ფული, რომელიც ფორუმს იყიდის. არ არსებობს ამდენი ფული. მაშასი ამ წუთებში ოფიციალურად იხსნება პრეზიდენტისავლაბრის სასახლე 9 აპრილიდან 7 აგვისტომდე ასე დავასათაურეთ დღევანდელი გადაცემა. ჩვენ სააკაშვილის წავართვით თბილისი, ახლა კი უნდა წავართვათ სრულიად საქართველო. ამისთვის მთელი ქვეყანა უნდა დავაყენოთ ფეხზე და 7 აგვისტოს დავიწყოთ აქცია მილიონი ქართველი სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს ეროვნული ფორუმის იდეა იყო. რა სიტყვის ფორუმის ლიდერი დღეს ასავალ-დასავალთან ინტერვიუში გუბას სანიკიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა იცის, რამდენად სერიოზული აქციები ელოდება შემოდგომიდან. ოღონდ ამჯერად არა მარტო თბილისში, ამიტომ ახლა დასწრებაზე მუშაობს ისევე როგორც აგვისტოში იმუშავა. მაშასე გუბას სანიკიძე გახსნის დღევანდელ ეთერს, მე მას მივესალმები. ბატონ გუბას, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. გთხოვ დაიკავოთ თქვენი ადგილი, როგორ ბრძანდებით. არა მიშავს, გილოცავ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა თქვენც ასევე გილოცავ დღევანდელ დღეს. ძალიან დიდი ხანია მსმენელს არ მოусმენია პირდაპირ ეთერში გუბას სანიკიძესთვის საინტერესოა რა სათქმელი დაგიგროვდა თქვენ. ბატონო გუბას, სწორედ ამ წუთებში, როდესაც მე და თქვენ უნდა დავიწყოთ საუბარი კვირის მთავარ თემებზე, ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე, პრეზიდენტისავლაბრის სასახლეში ოფიციალურად იწყება მიღება. ეს არის სასახლის ოფიციალურად გახსნა. მე შეგახსენებთ 3 თვის წინ 9 აპრილის საპროტესტო მოძრაობა დაიწყო სწორედავლაბრის რეზიდენციასთან კარვები. დღეს კარვები აღარ დგას. შესაბამისად, მე ვფიქრობ, არ იქნება გაზვიადებული ჩემი მხრიდან ასეთი შეკითხვით დავიწყო თქვენთან საუბარი. ვინ მოიგო და ვინ წააგო ეს რაუნდი ბრძოლის კარვები, რომლის ერთადერთი მოთხოვნა იყო წავიდეს სააკაშვილი. დღეს მიღებაა ოფიციალური. დიდი მადლობა, მე მინდა ყველას მიულოცო პეტრე და პავლე მოციქულების დღე. ყველას მინდა მოგილოცოთ სრულიად საქართველოს და საქრისტიანოს. ახლა რაც შეეხებაავლაბრის რეზიდენცია.ავლაბრის რეზიდენცია არის სიმბოლო ამ ხელისუფლების სიყრუის, არაადეკვატურობის, სიბრმავისა და ის ცრუ დაპირებები, რომ ხელისუფლება აპირებს რაღაცა ცვლილებებზე წავიდეს, სამართალთან დაკავშირებით, დემოკრატიასთან დაკავშირებით, ეს დღეს წერტილი დაუსვა ხელისუფლებამ. ახლაავლაბრის რეზიდენცია არის დიდი უსამართლობის სიმბოლო დღევანდელი ხელისუფლების. მე რამდენადაც ვიცი, 600-დან 700 მილიონამდე არის უკვე გადახდილი ამ რეზიდენციის კეთილმოწყობაში, ანუ ჩვენი მიხეილ სააკაშვილის ბედნიერებისათვის, როცა ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის სასახლე, მოდით დამიკონკრეტეთ თუ შეიძლება. ეს არის პრეზიდენტის სასახლე, ანუ იგი იქნება შემდგომი პრეზიდენტებისთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველი პირი როგორ ცხოვრობს ქვეყანაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დავით აღმაშენებელი გელათის ტაძრის მშენებლობაში თვითონ პირადად მონაწილეობდა, ერთხელ სახურავიდან გადმოვარდა, ძალიან მძიმე დღეში იყო. და ისე გარდაიცვალა, რომ გელათის ტაძრის დამთავრებას ვერ მოესწრო დემეტრე პირველმა დაასრულა. და დღეს ხელისუფლებაში არის რამოდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც იმ ტაძარზე უფრო დიდი მასშტაბის შენობას 6 თვეში აშენებს. საქართველოს დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტი ასე არ უნდა ცხოვრობდეს. დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტი შავებში უნდა დადიოდეს და ყოველდღიურად ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანაზე უნდა ზრუნავდეს. ხომ არ აზვიადებთ ახლა შავებში დადიოდეს რას ნიშნავს? რას ითხოვთ პრეზიდენტს? იმიტომ რომ 1 წლის წინ აგვისტოში მან 500 ბიჭი ჩადო საფლავში. მის ცანცარს შეეწირა ეს ქვეყანა. აი ამაზეა საუბარი დაავლაბრის რეზიდენციებს კი არ უნდა ხსნიდეს. სოფელ უნდა დადიოდეს, გლეხკაცზე უნდა ფიქრობდეს, სამუშაო ადგილების გახსნაზე უნდა ფიქრობდეს, არა დეკლარირებურად, არა სახლის სახურავებზე სამთავრობო სხდომების ჩატარებით. რატომ თუ კი ეს სახლის სახურავი, მოდით მიპასუხეთ მაშინ ბატონო გუბას, არის სიმბოლო იმისი, რაც მან თქვა, რომ გნებავთ თქვენ საკნების აშენება, ააშენეთ საკნები, ვისაც უნდა სასტუმროები ეშენდეს ამ ქვეყანაში, აი ჩვენ ვაშენებთ ამ სასტუმროებს. მე ერთი განცხადება მინდა მისი წავეკითხო, დღევანდელი იგი დღეს ხდებოდა უცხოეთში მცხოვრებ ბიზნესმენებს, ცოტა ადრე ჩვენ ვნახეთ მისი შეხვედრები იგივე რეგიონებში ჩადის, თქვა სოფელში მთავრობის ხდომა ბათუმში. ხალხს ვერ ხდება თუ ატყობთ თქვენ. ან ბავშვებს ხდება, ან კიდევ თავის მთავრობის ამალით დადის, აქემენიდია.
ხო? დადის ამალით და ძალიან მაღალ სიმაღლეებზე ატარებს უკვე სამთავრობოს ხდება. ხალხს რო ვერ ხვდება, ვეღარ ატყუებთ. რას ამბობთ ამით? მისასვლელი პირი აღარ აქვს სიმხატ. მისასვლელი პრეზიდენტის შეხვედრები იგივე ინგა რეგიონებში მისასვლელი პირი ქართველობასთან აღარ აქვს ამ კაცს რა, იმიტომ რომ არის ტყუილის ფორმულა, სიცრუის ფორმულა. მე დავდივარ სოფელ მთელ საქართველოში. სურათი არის ასეთი, გაცამტვერებული, ძვლებამდე გაშიშვლებული და ნანგრევებში ჩაწოლილია ეს ქვეყანა. რა ეზეიმება და რა ესასახლება. იცით რა შესაძლებელია, მოდით მე წავიკითხავ მის ერთ განცხადებას, რომელიც მან გააკეთა დღეს და სწორედ აი დღეს უნდოდა მას ეთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში გრძელდება მშენებლობა, თქვათ გრძელდება განვითარება და ამის სიმბოლო იყოს დღევანდელი გახსნა. სოფლებში დავდივარ და სპეციალურად ვეკითხები გლეხკაცობას. ბოლო სახლი რომელ წელს აშენდა? დიახ. 95 წლის მერე სახლი აღარ არის აშენებული სოფელში. სოფლიო კრიზისი სერიოზულად შეეხო ამის გადამოწმება შეგვიძლია ჩვენ. დასაკვირველია. სასტუმროებით ბედნიერება არ განისაზღვრება ქვეყნის. ეს უნდა ვიცოდეთ. გეთანხმებით, თქვათ ნებისმიერი სასტუმრო, რომელშიც შეიძლება ადამიანს დასვენება, რამდენი ქართველი გაათენებს იქ ღამეს? და რამდენ ღამეს გაათენებს აი ჩვენი გლეხი კაცი, მუშა კაცი, რამდენ ღამეს გაათენებს აი სააკაშვილის მიერ აშენებულ სათავსოებს? რამდენს როგორ ფიქრობთ? ვერცეც აჭარიდან გლეხმა რო ჩაიტანოს თავისი მოსავალი ბათუმში და 30 თეთრად მინიმალურად რომ იქ ჩააბაროს და უკან წავიდე, ხამის გასათევი არ აქვს ბათუმში აჭარელ გლეხს. რაზე არის საუბარი? ეს ქვეყანა ორადაა გაყოფილი. არის საქართველო და არის ანტისაქართლო. ანტისაქართლოს სიმბოლო დღეს არის მიხეილ სააკაშვილი თავისი პრეზიდენტის სასახლე. და ვინ არის საქართველოს სიმბოლო? ოპოზიცია აი ის არა, ბატონობას? ქართველი ხალხი არის. ქართველი ხალხი არის საქართველო და მუდამ ასე იყო და ასე იქნება. მოდი წავიკითხავ ერთ განცხადებას, რომელიც მან დღეს უცხოეთში მცხოვრებ ბიზნესმენებთან შეხვედრისას გააკეთა. მსოფლიო კრიზისი სერიოზულად შეეხო საქართველოს, რასაც დაემატა შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და ის მუქარები და პოლიტიკური ლოზუნგები, რომლებსაც ეკონომიკური ფასი გააჩნია. და ამ ქვეყანამ შედეგად დაკარგა რამდენიმე ასეული ინვესტიცია და ათეული სამუშაო ადგილი. ცალკეული პოლიტიკოსების სულსწრაფ ამბიციებს არ გადავაყოლებ ქვეყნის შემოსავლებს და ინვესტიციებს. დასრულდა ის დრო, როცა რამდენიმე მეგაფონიანი ხულიგანის გამო ვერ ხდებოდა სახელმწიფო დაწესებულებაში უცხოელი სტუმრების მიყვანა ან რესტორანში ვახშმით გამასპინძლება. მან დღეს გააკეთა ეს განცხადება. ანუ ქვეყანა შენდება, ქვეყანა ვითარდება. ესაა მისი მესიჯი. რომელი სერიოზული ინვესტიცია შემოვიდა ამ ქვეყანაში სააკაშვილის პირობებში მითხარით? ერთი დამისახელე. მე ამ შეკითხვას დაუსვავ ბატონ კუბლაშვილს. რო დაუსვამთ ის გიპასუხებთ ეს და ეს და იმ ინვესტიციების უკან ესენი დგანან ამ ხელისუფლების წარმომადგენლები. ვინ ესენი ბატონ? აი ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. არანაირი ინვესტიციები საქართველოს ეს არის ტყუილი, ბლეფი, ხალტურა. ეს ძალიან ზოგადი ხომ არ არის ეს განცხადება. არა, ესენი დგანან, მაშ მითხარით ვინ გავიაროთ ჩვენ ქვეყანაში, გავიაროთ ქალაქებში. რომელი წარმომადგენელი აი ინგა კონკრეტულად აი რომოა ბატონი პავლე მიულოცეთ ჩემგან პეტრე პავლობას ფათაშვილის დიდი სიამოვნებით. შეგახვედრებთ მას ალბათ. კი ბატონო, არ არის პრობლემა. შეეკითხეთ რომელი დარგი განვითარდა საქართველოში. რომელი დარგი არის აყვავების გზაზე დამდგარი. კონკრეტულად. ის კი არა გზებს ვაგებთ და მას შუქი გამოვიყვანეთ. დიახ. ეს მე მგონი თავიანთი წინაპრების ქონებიდან არ მოუტანიათ, ხო? ესაა ჩვენი ბიუჯეტი. ქართული ხალხის მიერ შექმნილი ბიუჯეტია, ხო? გზები და შუქი რო არის. და ისე ხელისუფლება არ უნდა ამადლიდეს 21 საუკუნეში ხალხს გზას და შუქს. მაგრამ იმ გზაზე რა დადეს? იმ ელექტროენერგიით რა ასანთს უშვებს ინგა ქვეყანა. ასანთს საქართველოს სამარცხინოთ უნდა ვთქვა რომ არ ვიცი ვერ გაგცემ. არა, მე გეუნებ, მე ვიცი და გეუნებ. არ უშვებს. დღეს შეფარდება გასატანსა და შემოსატანს შორის არის 1.4-ნახევართან. ერთი რო გაგვაქვს 4.5 შემოგვაქვს. რა ეკონომიკის აყვავებაზე, რა ფულის დაგროვებაზე აქ საუბარი. რა ფული უნდა დავიკავოთ. დღეს იცით ქართველი ხალხი რის ხარჯზე ცხოვრობს? რის ხარჯზე ბატონ გუბას? აი ჩვენი ნათესავების ხარჯზე, რომლებიც საზღვარგარეთ არიან წასულები. დაახლოებით 2 მილიარდი, 2 მილიარდ ნახევარი შემოდის, მათი გადმოგზავნილი. აი იმ ფულის ხარჯზე ცხოვრობ დღეს ქართველობა. მაგრამ ქვეყანაშიო ინვესტიციების შემოსვლასო აბრკოლებს მუდმივად აი შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა. თუ აგვისტოს ომმა დააბრკოლა ინვესტიციები. თუნდაც აგვისტოს ომი რუსთაველზე კარვებს არ და რუსთაველზე საკნებს არ და ესა ინვესტიციები არ ჩაუკეტია. ჩაკეტა სააკაშვილის ცელქობებმა ამ ქვეყანაში.
საქართველო არ არის ინვესტიციებისთვის საინტერესო ქვეყანა, იმიტომ რომ აქ არ არის პირველი სამართალი, მეორე არ არის მშვიდობა და მესამე არ არის არანაირი წინაპირობა, რომ ეკონომიკა აყვავდეს აქ. არანაირი წინაპირობა არ არის. მე არ მინდა ლოზუნგებით სამუშაო ადგილებს შევქმნით, სამუშაო ადგილებს იცით ვინ ქმნის, ბიზნესი ქმნის. ქართულ ბიზნესს გადაუარეს, დაატერორეს, 9 პირი ტყავი გადააძრეს. ქართულ ბიზნესმენებს ფული დაამალიეს, მიწაში ჩაამარხიეს და ადგნენ და მერე ქვეყანა გაყიდეს. ქართველ დღეს ინგა რატომ არის აყვავების პროცესში, რატო იყო სამშენებლო ბიზნესი? იმიტომ რომ ერთადერთი მომგებიანი არის სახლის აშენება. საწარმო რო გახსნა დღესვე იმ კაც იმ საწარმოს წაართმევენ და ერთ იმდენს წაართმევენ კიდევ, რომ არანაირ ბიზნესი საქართველოს უნდა გადაიქცეს პარაზიტ ქვეყანად. ესაა ამოცანა ამ ხელისუფლებას. რატომ ეხლა როდესაც თქვენ ამ განცხადებას აკეთებთ ბატონო გუბას, მე ვიცნობ გუბას სანიკიძეს, რომელსაც არ უყვარს, მოდით პირდაპირ ვიტყვი, ბრტყელი საუბარი, როგორც თქვენ იტყოდით. ამიტომ გთხოვთ, მიპასუხოთ, ვინ კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენელი დგას ამ ინტერესის უკან? მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულად ამის სათავეში დგას ერთი კაცი, მიხეილ სახელი და გვარი მისი მიხეილ სააკაშვილი. პარაზიტად უნდა იქცეს ეს ქვეყანა და ადვილად უნდა გაიყიდოს საქართველო და ძალიან ადვილად სამართალი უნდა იყოს, იმიტომ რომ სიდუხჭირის დროს, როცა ხალხს გატეხავ წელში, მერე 20 ლარათაც და ნახევარ ტომარა ფხვილათაც არჩევნებს მოიგებ და 5 წელი დარჩები. როცა აყვავებულია ქვეყანა, როცა სამსახური აქვს, როცა ჯანდაცვა აქვს, როცა სამუშაო აქვს, როცა გლეხი თავის პროდუქტს ასაღებს, როცა საზღვრები დაცული აქვს, ეკონომიკურ საზღვრებსაც გულისხმობ ამ შემთხვევაში, როცა უცხოური უხარისხო პროდუქტის წალეკილი აქვს საქართველოს და ქართული პროდუქტი ფაქტიურად არ მიდის ჩვენ რამეს ვამბობ იმას გამოგონილს? არ ვიცით ასე როა. ხო, თუმცა სწორედ ამ სიდუხჭირის გამო იყო შემდეგ თქვენი ცნობილი შეფასება საქონელიაო რომ ახსენეთ. არა, ალბათ ხალხს თუ კი ასე უჭირდა, სწორედ ამას უკავშირდებოდა თქო. ხალხის ის მაშინდელი ვთქვათ ვიღაცის კონკრეტული საქციელი უბრალოდ გამახსენდა. არც ერთ ჩემს სიტყვაზე, იმიტომ რომ რასაც ვამბობ, ყოველთვის აწონელი დაწონილი. მე ჩიტივით არ მიფრინავ სიტყვები, როგორც მიხეილ სააკაშვილს. კი ბატონო, ბატონო გუბას, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აი ქვეყანა უნდა გაიყიდოს, ეს არის მათი მთავარი აზრი, მათი მთავარი მიზანი. რა უყოთ ხელისუფლების განცხადებებს, რომელიც პირიქით ოპოზიციის მისამართით აკეთებს ასეთ განცხადებებს, რომ მაგალითად რუსეთს უნდათ რომ ჩააბარონ ქვეყანა, ჯაყოებს შეეკონენ, რუსული კრიმინალური ფულით უნდათ რომ ქვეყანაში აიღონ ხელში ძალაუფლება. რა უყოთ ამ განცხადებებს, ბატონო გუბას? კონკრეტული საბუთი დამიდონ. საბუთი იტყვიან რომ აი დავდეთო ვთქვათ კახა თარგამაძის კადრები როდესაც მასწრებოდნენ ოპოზიციის არ შევხვედრი ვარ და მე ამასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება გავაკეთე და ფორუმაც გააკეთა. ანუ როგორია თქვენი შეფასება იმ მოვლენის ისე უბრალოდ არაფერი არ დაუშავებიათ ამეთი ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს. არაფერი არ დაუშავებიათ, ეს დანაშაული არ არის. ისე სააკაშვილმა საიდუმლო შეხვედრები მოიკითხოს რა რუსებთან და სხვებთან კიდე. მართავს საიდუმლო შეხვედრებს რუსეთთან მითხარით? რა თქმა უნდა, ალბათ. მე ამას ვერ დავამტკიცებ, იმიტომ რომ მერაბიშვილის ტექნიკით არა ვარ აღჭურვილი. მაგრამ მოდის ხმები, რომ ყველანაირად ცდილობს, რომ რუსებთან რაღაც გაარკვიოს. საქართველოს გაყიდვის, საქართველოს ინტერესების დათმობის ხარჯზე. მაინც რა, მამისონი არ ვიცით, მაჩვენონ რა ისა მეტეოსადგური. მეტეოსადგური მაჩვენონ, ხიდს ნუ მაჩვენებენ. ხიდი ჯერთი რატო აფეთქეს, ამაზე პასუხი არავინ არ გაგცვა. შემდეგ ახალი ფული რო დაიხარჯა ახალი ხიდისთვის, ხო? აი მამისონის უღელტეხილი, რომელიც საქართველოს ეკუთვნოდა ყოველთვის და იქ იდგა მეტეოსადგური, სადაც ქართული პოსტი იდგა, სასაზღვრო პოსტი, მეტეოსადგურის კადრი მაჩვენონ. კი ბატონო, ბატონო გუბას, მაგრამ მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ამ ყოველფრის მიუხედავად, მე მესმის, როდესაც თქვენგან ასეთი პათოსი მოდის. დღეს ჩვენ ვხედავთ ერთ ფაქტს. ხელისუფალი კვლავ არის მიხეილ სააკაშვილი. დღეს სწორედ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ოფიციალურად იხსნებაავლაბრის რეზიდენცია, პრეზიდენტის სასახლე, სადაც იდგა ოპოზიციის კარვები. მე ამ შეკითხვას გისვამ თქვენ, როგორც ერთ-ერთ ძალიან მაღალ რეიტინგულ ლიდერს ოპოზიციისას. რა მოხდა, ვინ წააგო ეს ომი? შიდა პოლიტიკურ ომს გულისხმობ და ვინ მოიგო? სააკაშვილი დღეს მიღებას მართავს, სად არის კარვები, რა მოხდა? სრული პასუხისგებლობით ამ შემთხვევაში როგორც ისტორიკოსი პასუხობ. ხელისუფლებასა და ხალხს შორის როცა ბრძოლა მიდის, ყოველთვის აგებს ხელისუფლებას. ეს ხალხსა და ხელისუფლებას შორის იყო ბრძოლა და არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას. ოპოზიცია არის ხალხის ნაწილი, ქართული საზოგადოების ნაწილი. ძალიან მარტივად.
ჩვენ არა ვართ ავანგარდში ამ საქმიანობას. ქართული საზოგადოებაა შემკვეთი დღეს ვითარების და ვითარების გამოცვლის. და კეთილი უნდა ვინებოთ ჩვენ ოპოზიციონერებმაც, ოპოზიციის ლიდერებმაც და სხვებმაც. მარტო ოპოზიციას და პოლიტიკოსებს არ ევალება ამ ქვეყანაზე ფიქრი, ან ამ ქვეყანაზე არ ფიქრი. და ეს შეკვეთა უნდა შევასრულოთ. ხალხის შეკვეთა არის დღეს ცვლილებები. 5 წუთი გვაქვს ჩვენ 20 წუთია ჩვენი ბლოკი 20 წუთიანია მე მინდა გუბას სანიკიძემ გაგვცეს პასუხი როგორ დღეს აი ამ რეალობის ფონზე როცა ვერაფერი ვერ შეიცვალა ძალიან მარტივად მე გაგახსენებთ ალბათ და თქვენც დამეთანხმებით ჯერ კიდევ ზამთრიდან მოყოლებული ფორუმი ვამბობდით რომ დავიწყოთ რეგიონებით თბილისი ინგა არკმარა 3 წელია თბილისი ბობოქრობს საპრეზიდენტოც მოვიგეთ საპარლამენტოც მოვიგეთ თბილისში არკმარა დედაქალაქი ოპოზიცია და თბილისის ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური სპექტრი ხო არ აქცევს სათანადო ყურადღებას რეგიონებში. რატომ? როგორ ფიქრობთ თქვენ? რატომ არ აქცევს? ალბათ მნიშვნელობა არ გვესმის უფრო. მე რა სურათიც ვნახე, მე დაახლოებით 100-მდე შეხვედრა მქონდა უკვე ამ ერთ თვეზე მეტია რაც მე დავდივარ პირადად. რამოდენიმე 1000 კაც შევხვდი. მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით რა რომ ჩვენს რეგიონებში არანაკლები ღირსების მქონე ადამიანები ცხოვრობენ თუ მეტი არა ჩვენი ფორმულა არის რომ საშემოდგომოდ თბილისი პლუს 10 ქართული რეგიონული ცენტრი როგორ აპირებთ ამას ამ კითხვას ძალიან მარტივად როგორ რაც ხდებოდა თბილისში ის უნდა მოხდეს ბათუმში ოზურგეთში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში და ასე შემდეგ. არის დღეს, აი ახლა თქვენ გისმენენ ადამიანები, რომლებიც თბილისის გარეთ ცხოვრობენ. არის დღეს ის განწყობა, ის ძალა ხალხში თუნდაც რომ გამომიდგენ და გამართონ საპროტესტო აქცია. და მე მეცაცხლებ, თბილისზე მეტი მუხტი დღეს რეგიონებში. დარწმუნებული ხარ? აბსოლუტურად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ანუ თქვენი გეგმა როგორია? სააკაშვილს ჩვენ წავართვით თბილისი და ეხლა უნდა წავართვათ მთელი საქართველო. ეს იყო ფორუმისგან წამოსული ერთ-ერთი ლოზუნგი. მე მაინტერესებს როგორ აპირებთ ამის განხორციელებას? ძალიან მარტივად. დღევანდელი რეალობის დაინიშნება ახალი საპროტესტო აქციები რო განახლდება, მე მგონი ეჭვი არ გვეპარება, ხო ჩვენ? განახლდება საპროტესტო აქციები და როცა განახლდება, ერთ დღეს ერთ საათს ოღონდ სხვადასხვა ადგილს რეგიონულ ცენტრებში უნდა დაიწყოს გამოსვლები. ერთი კაცი არ უნდა ჩამოვიდეს რეგიონიდან თბილისში ადგილებს. აჭარის მოსახლეობა ბათუმში, გურის მოსახლეობა ოზურგეთში, სამეგრელო, ზუგდიდსა და ფოთში, იმერეთი, ქუთაისში, ქართველები გორში და ასე შემდეგ. და მე ვნახოთ, მე ვილაპარაკოთ, არ არის პრობლემა. მე არავის არ ვემუქრები, ღმერთმა დამიფაროს. მე არავინ არ მძულს, უფრო მეცაც გეტყვით. მაგრამ მე ზოგიერთი ადამიანების საქმიანობა მძულს და ამას ვეძებ დღევანდელი ხელისუფლების. იქნება თუ არა ოპოზიცია ერთიანი ბატონო გუბას თუნდაც აი იმ ბრძოლაში რომელსაც რეგიონებში ხელისუფლებასთან დაპირისპირება. მე იმედი მაქვს რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საერთო ქმედებას განახორციელებს. დიდი ნაწილი ვინ? არის საუბრები მარადიულად რომ შესაძლებელია ახლა ფელსის დამდგარი ამ თემას ვეღარ მოვასწრებ. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა ვისთან მითხარი? ოპოზიციურ პარტიებთან. 2-3 წუთი გვაქვს და კი ბატონო, ალიანსთან გვაქვს, კონსერვატორებთან აქვს, სხვებთან გვაქვს. ჩვენ ფიქრობთ, რომ უფრო მჭიდრო უნდა იყოს კოორდინაცია, საერთო შტაბით, საერთო გადაწყვეტილება, მექანიზმი გადაწყვეტილების შესამუშავებელი, იმიტომ რაც აქამდე იყო 10 სუბიექტი, კონსენსუსი -1 ან 2, ეს არ მუშაობს. ელვისებური გადაწყვეტილებები დაჭირდება ალბათ ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას. და რა უნდა იყოს ეს ელვისებური გადაწყვეტილება? შტაბი საერთო შტაბი. ბატონო გუბას ამბობენ რომ ფორუმს ჰქონდა პრობლემები ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით. ეს მართალია? რასთან დაკავშირებით? თავად ნინო ბურჯანაძის გამოჩენამ თქვათ ოპოზიციაში ერთგვარი დისკომფორტი შეგიქმნა. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. არა, იყო თუ არა ეს ასე უბრალოდ მაინტერესებს. ჩვენ მქონდა გარკვეული პრობლემები ნოღაიდელთან დაკავშირებით, მაგრამ მე ისე ვიმეორებ, ვინ იქნება ოპოზიციაში, ამის ბილეთის გამყიდველი მე არა ვარ, მე მოლარე არა ვარ. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. ვინ უნდა იყოს ოპოზიციაში და ვინ არ უნდა. გუშინ სააკაშვილმა, როდესაც იგი ბავშვებს ესაუბრებოდა, თქვა რომ მინაწერიაო ამ სასახლეზე, ბოროტსაც ძლია კეთილმან. ხო. რა სიტყვებით? არაფერი, ძალიან კარგი.
კარგით, მოდით მე პავლე კუბლაშვილს მოვიწევ სტუდიაში და ყოველთვის ასე დასრულდება ეგ ამბავი. კარგით, ბატონო პავლე, ძალიან დიდი მადლობა რომ პავლეს მონაწილეობას გადაცემაში. წეგან თქვენი მისამართი დასვა ბატონმა გუბაზმა ასეთი შეკითხვა. მე მინდა არა, ჩვენ გვაქვს საშუალება პირადად მოვასმენოთ ბატონ გუბას თქვენი პასუხი. კონკრეტულად რომელი დარგი განავითარა ხელისუფლებამ, რომელი დარგი განავითარა ბატონი გუბაზი კითხულობდა ყველაზე მსხვილი ინვესტორებს. დიახ. მე მათ შორის ეხლა რაც შემიძლია გავიხსენო, ერთი არის Heidelberg Cement, მეორე არის Klaus Hippis საწარმო. ამიტომ თუ უფრო სრულისია გაინტერესებთ ბატონ გუბას, ამაზე შეგვიძლია მოგაწოდოთ და რას ნიშნავს თქვა Heidelberg Cement-ის შემოსვლა საქართველოს. სამწუხაროდ ამ ქვეყანას არ ეტყობა ეს ინვესტიციები. სამწუხაროდ. მოდით ვისაუბროთ მაგაზე, თუ გეკნებათ დრო შეგიძლიათ რომ მოგივიდოთ. აი ბატონი გუბაზი წეგან საუბრობდა იმაზე, ვინმე დავემშვიდობ უბრალოდ მოდი ასეთ რამე შემოგთავაზოთ. ყოველგვარი პიარის გარეშე რა, მე და თქვენ ჩავждეთ მანქანაში და დავიაროთ სოფლო. სიამოვნებით. მე წამიყვანეთ მიკროფონის გამოყვებით და ძალიან დიდი სიამოვნებით გადავიღებდი ამ დროს მოგზაურობას. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს კარგი ამბავია. კარგად ზანდებოდეთ ბატონი პავლე დაიკავებს თავის ადგილს, მაშასე ოპოზიციის მხრიდან წამოსული იყო ასეთი შეთავაზება, ერთად დავიაროთ რეგიონები, მე მართლა დიდი სიამოვნებით გავაშუქებ ამ მოგზაურობას ხელისუფლების და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისა ერთად და როგორი იქნებოდა ვთქვათ ხალხის დამოკიდებულება. ბატონო პავლე ძალიან დიდი მადლობა რომ ბატონ გუბას სულს რეალურად მე დიდი იმედი მაქვს რომ ბატონ გუბას სულს რეალურად დაინახოს ის რაც ხდება ქვეყანაში. თუ ამის სურვილი აქვს, მე ყოველთვის სადავარ ისე როგორც ნებისმიერი ჩემი კოლეგა რომ ვიყო მისი მეგზური, ვაჩვენოთ ის რაც გაკეთდა. მე შემთხვევით არ მიხსენებია Heidelberg Cement-ი და თუ გვაქვს დრო მე შემიძლია ვისაუბრო იმაზეც რას ნიშნავს ამ საწარმოების შემოსვლა საქართველოს. რას ნიშნავს მოკლედ? ნიშნავს იმას რომ დღეს ტყიბულის ქვანახშირი იმ რაიონის საიდანაც მე ვარ არჩეული ჭირდება ცემენტის ქარხნებს. ნიშნავს იმას რომ თუ 2 წლის წინ არც ერთი ტონა არ საღდებოდა რეალურად ნახშირის, დღეს ყოველთვიურად არის დაახლოებით 6-დან 12,000 ტონამდე გასაღები. ეს არის მნიშვნელოვანი. ამით საქმდება ხალხი. ნიშნავს მაგრამ იმას, ხალხის დასაქმება შედგა ჩვენს ქვეყანაში ეს პროცესი თქვენ ამას ამბობთ. რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევრად, პრეზიდენტის განცხადებებსაც კი დავასრულებ ჩემს ამაზეა საუბარი. მე არ ვამბობ რომ დასაქმების პრობლემა მოგვარებულია და აღარ არის უმუშევრობის საკითხი მნიშვნელოვანი და პრობლემური. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი არის ძალიან ბევრი. მაგრამ ის რომ კონკრეტულად ჩემი რაიონის მაგალითზე შემიძლია თქვა რომ შახტების ამუშავებამ საშუალება მისცა ტყიბულელებს რომ დასაქმებულიყვნენ. ეს არის უკვე კონკრეტული შედეგი. თუ ვინმეს არ უნდა ამის დანახვა, ძალიან ცუდია. ბატონი გუბაზის მეგზური სიამოვნებით ვიქნები ტყიბულის შახტებში. სიამოვნებით ჩავალ მასთან ერთად თუნდაც იმ სიღრმეებზე, სადაც მუშაობს 1000-მდე ადამიანი. კი ბატონო, მაგრამ ამის დანარჩენი საქართველოს მაპატიეთ, მხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილით, სადაც თქვა თუნდაც 1000 ადამიანი და ძალიან კარგი თუ არის დასაქმებული, ეს არ არის კონკრეტული ქვეყანა. ეს არ არის ერთი კონკრეტული რომ პრეზიდენტს რო რა ეზეიმებაო, წეგან ამბობდა გუბაზი. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, მაგრამ ეს კი არა, დღეს ხალხს ძალიან უჭირს და ეს არ უნდა ხდებოდეს ასეო ყველას დასანახად. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი. ძალიან ბევრგან შეგვიძლია იგივე მაგალითების ჩვენება. ალბათ ჩემი კოლეგების დამეხმარებიან და კარგი იქნება თუ მართლაც დაინახავს ეს ხალხი რა ხდება ზოგადად ქვეყანაში. მაგრამ რეალობა არის სხვა რამეში. ამ ადამიანს დღეს თქვენ გადაცემაში არ დაუსახელებია არც ერთი კონკრეტული ფაქტი, არ დაუსახელებია არც ერთი კონკრეტული გარემოება. თქვენ რაიმე კონკრეტული გაიგონეთ მისგან ახალი? კონკრეტულად გაინტერესებთ. გარდა იმისა, რომ ეს ხელისუფლება არის ცუდი, არაფერი არ უთქვამს ბატონ გუბას. არაფერი არ უთქვამს თავის გეგმების შესახებ, არაფერი არ უთქვამს იმაზე, რა საკითხი აღელვებს მას ყველაზე მეტად, რომელი არის ეს მათი გეგმები, ოპოზიციის გეგმები. მე მაღელვებს ის, რომ ამ ადამიანებს ერთ-ერთი რაც უნდათ, ეს არის სიტუაციის შეცვლა და არევა ქვეყანაში. მეტი არანაირი კონკრეტული გეგმა არ აქვს. მას შემდეგ რაც ისინი ატარებენ ამ აქციებს 9 აპრილიდან მოყოლებრივ, რაიმე კონკრეტული გეგმა იყო თქმული? ან თქვენ გადაცემაში, ან იმ მიტინგებზე, ან მათი გეგმა არის ერთადერთი, როგორმე არიონ სიტუაცია და შემდეგ რაღაცა მოხდება მღრიე წყალში თევზის დაჭერა. მათ ეიმედებათ რომ მარტივი. ეს ოპოზიციის ლიდერებს სულთ მღრიე წყალში დაიჭირონ თევზი, არიონ ქვეყანა, უკან დახიონ ქვეყანა, როგორც პრეზიდენტი დღეს ამბობდა ცალკეული პოლიტიკოსების სულსწრაფ ამბიციებს არ გადავაყოლებო ქვეყნის შემოსავლებს. ამაში მართლა დარწმუნებული ხარ რომ ამ ადამიანებს არ უყვართ თავისი სამშობლო და ხელისუფლებას უყვარს? დარწმუნებული ვარ რომ ეს ადამიანები ერთადერთი რასაც აკეთებენ, იყენებენ იმ ხალხის პრობლემებს, რომლებიც მართლაც გამოხატავენ თავიანთ პროცესს, თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. პოლიტიკოსის ფუნქცია არის სხვა. პოლიტიკოსმა თავისი პოლიტიკური წონა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ხალხის პრობლემები მოაგვაროს. და ეს ხალხი პირიქით იყენებს
მოსულ ადამიანებს შეკრებებზე მანიფესტაციებზე მოსულ ადამიანებს იმისთვის რომ თავის პოლიტიკური კარიერა გააკეთოს. ასევე იყენებდა თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. იგი ხალხის პრობლემებზე საუბრობდა მუდმივად და სწორედ ამით გახდა თავის დროზე პოპულარული. განსხვავება ეგ არის, მაგრამ ჩვენ საუბრობთ დღეს გამოდის და ამბობს რომ ჩვენ რევოლუციას უჭერდით მხარს, მაგრამ დღეს აღმოჩნდა რომ ჩვენ იგივე პრობლემები და კიდევ უფრო უარესი პრობლემები გვაქვს. იმით მინდა მეც რო დავიწყო. მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის საუბრობდა ხალხის პრობლემებზე. არ იწყებდა საუბარს იმით, რომ აი ხა ჩვენ მოვედით და შეიძლება ჩვენი გზა იყო არჩევნების გზა. მას შემდეგ გადაწყდა ეს ყველაფერი, რაც არჩევნებში ხალხის მიერ მოცემული ხმები ჩაიჯიბა ვიღაცებმა, მათ შორის აჭარის და საქართველოს ლიდერს. ხუმრობთ ეხლა რომ არჩევნების გზა იყო თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის გზა. თქვენი გზა იყო ვარდების რევოლუცია, რომლითაც მოხდა პარლამენტში. მე მგონი მეხსიერება ნამდვილად კარგი გვაქვს ორივეს, ახლა ძალიან კარგად გვახსოვს. ძალიან კარგად გვახსოვს რითი დაიწყო ეს ყველაფერი. დაიწყო იმ არჩევნებით, რომელიც გაყალბდა ძალიან მძიმე. და რომლის შემდეგაც ჩვენ ნახეთ ათასობით ადამიანი რიგში, რომელიც ხმას ვერ აძლევდა და ამას მოყვა ყველაფერი ის. რეალურად შედეგები რო ყოფილიყო ცნობილი ხელისუფლების მიერ. და რო დაედოთ ის შედეგები, რაც ხალხმა და ნებაც ხალხმა გამოხატა. ასეთ შემთხვევაში შეიცვლებოდა საპარლამენტო ხელისუფლება, პარლამენტში უმრავლესობაში იქნებოდა ის ძალები, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში და გაგრძელდებოდა კვლავ. მაგრამ იგივე სიტყვის ბატონ პავლე, დღეს იგივე სიტყოდა ოპოზიციაც. დაინიშნოს არჩევნები და შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს, იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ ეს იყო ძალიან გაყალბებული არჩევნები და მანდატები დახიეს და გადაყარეს. გასულ წელს, აქაც მეხსიერების საკითხი მე მგონი, გასულ წელს ორი არჩევნები ჩატარდა. ორივე შემთხვევაში ჩვენმა ოპონენტებმა დამარცხების შემდეგ თქვეს, რომ აი ეს არჩევნები ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ იქნებ რამე ახალი მოვიფიქროთ. დღესაც მათი გზა არის ეს, რომ არჩევნების მოითხოვენ, შემდეგ იცი რომ დამარცხდებიან ამ არჩევნებში, შემდეგ ისები თქვენ, რომ არა, იქნებ თავიდან ჩავატაროთ. არჩევნები არ არის დღეს ხალხის პრობლემების მოგვარების საშუალება. ხალხის პრობლემებს მოაგვარებს იქ კონკრეტული ნაბიჯები, რაც უკავშირდება სოციალურ პრობლემებს, დასაქმებას, გადასახადების შემცირებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეს არის მნიშვნელოვანი დღეს. კი, მაგრამ როდესაც ამაზე საუბრობს ხელისუფლება ამდენი წლის შემდეგ, ეს იწვევს სწორედ მათ კითხვას, რომ დღეს რატომ დაიწყო ამაზე საუბარი, მაშინ როდესაც ამდენი მე მგონი რაღაცები ამოვჭერით ჩვენ გასული წლებიდან. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეხლა დაიწყო ხელისუფლებამ ამაზე საუბარი, გადასახადებზე შემცირებაზე საუბარი დღეს დაიწყო ხელისუფლებამ, დასაქმებაზე საუბარი დღეს დაიწყო ხელისუფლებამ. იგივე მაგალითი, რაც ტყიბულზე ვახსენე. 2005 წელს ჩვენ დავიწყეთ ამის კეთება, რითი იცით? ტყიბულის შახტებში წყალი რო იდგა, იმ წყლის ამოტუმი. კარგით, ტყიბული არის თქვენი თემა, იმიტომ რომ თქვენ ბრძანდებით იქიდან დეპუტატი. გასაგებია, არა, არის ქალბატონო იგა. არა, ჩემი თემაც ისევია და ნებისმიერი ადამიანის რასაკვირველია, მაგრამ ეს არ არის თქო ის ერთადერთი თემა. აი, როდესაც თქვენ საუბრობდით ამ დღეებში, მე ანონსში შემთხვევით არ გამომიტანია ბატონო პავლე, რომ პავლე კუბლაშვილის განცხადებები თქო მეტისმეტად კატეგორიული გახდა ამ ბოლო დროს. როდესაც თქვენ ამბობდით, რომ აი ადამიანები არიან იქ შეკრებილი იმისთვის, რომ აი მოახდინონ რაღაც ლიდერებზე რომ იყო საუბარი, პოლიტიკური ლიდერები. შემდეგ მოხდა გაერთიანება საზოგადოებისთვის ცნობილი წარმომადგენლების და ჩვენ ასევე მოვისმინეთ თქვენი ეს ცნობილი განცხადება, რომ აი ამის მიღმა დავინახეთ კახათ არგამაძე. ანუ ყველაფერში არ იყო ეს თქვენი განცხადება. რაც იყო. ბატონ ლევან გაჩიჩილაძე იყო საზღვარგარეთ. ამის შემდეგ მან დაბრუნებისას თქვა, რომ ის შეხვდა ვიღაც პიროვნებებს და მიიღო დაფინანსების გარანტიები. აქვე განაცხადა, რომ ის აპირებს ამ დაფინანსების შექმნას მოძრაობა, რომელიც ბოლოს მოუღებს სააკაშვილის რეჟიმს და ასე შემდეგ. ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ბატონ ლევანი თურმე საზღვარგარეთ შეხვდა კახათ არგამაძეს. აი ამ ყველაფრის ლოგიკურ ჯაჭვში აწყობა. ინგა, რადგან თქვენს გამოგატანებთ პირადად თქვენ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბატონ ლევანი იქ იყო ჩასული იმისთვის, რომ შეხვედროდა ბატონ კახათ არგამაძეს, რომლისგანაც მიიღებდა დაფინანსებას, რომელიც ჭირდებოდა ახალი მოძრაობისთვის. მან თქვა, რომ დაფინანსებისთვის არ ჩასულა. დაგვაფინანსებენ სხვები, მაგრამ კახათ არგამაძე მოწყარო არის თქვენთვის ცნობილი, რომ აფინანსებს ბატონ ლევანს. მაგრამ იგი აპირებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, არიან რომელიმე ქვეყანა არის, რომელიც დააფინანსებს საქართველოს ოპოზიციურ მოძრაობას იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ქვეყანაზე არ იყო აქ ლაპარაკი. ამაზე სხვათა შორის ჩვენ არაერთხელ მოვისმენთ უამრავი ქართველი ბიზნესმენი, რომელიც მოღვაწეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ და ისინი არ არიან მარტო ის ადამიანები, ვინც დღეს სააკაშვილს შეხვდნენავლაბრის სასახლეში. არიანო მზად, ჩვენ მოვისმინეთ ასეთი ტიპის განცხადებები. იგივე ლევან პირველი საუბრობდა ერთხელ ამავე გადაცემაში. არიანო მზად იმისთვის, რომ ჩადონ ინვესტიცია ამ ქვეყანაში, ვთქვათ, აი ამ თუნდაც პოლიტიკური ბრძოლისთვის, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მაგალითი მოიყვანეთ ძალიან კარგი ქალბატონინგა, დიდი მადლობა.
ლევან პირველი ნამდვილად ის მაგალითია, რომელიც ამ შემთხვევაში გამოგვადგება. ანუ ესეც იგივე ძალაა, რომელსაც ერთ-ერთი რევანშის სურვილი და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ რაიმეს გაფუჭება აინტერესებს. არაფრის საქართველოსთვის გაკეთებას ისინი არაპირებენ. ლევან გაჩეჩილაძეს აინტერესებს ასევე თქვენ ფიქრობთ რევანშის მისი განწყობა და საქართველოში გაფუჭება. ლევან გაჩეჩილაძე დღეს იყენებს ბატონი კახათ არგამაძის და ბატონი ლევან პირველის როგორც თქვენ თქვით მე არ ვიცი ხა. არა, მე ვთქვი ერთ-ერთი მაგალითი განცხადებისა, რომელმაც თქვა ადამიანებმა არიანო. ის ადამიანები, ვინც შეიძლება იყვნენ დამფინანსებლები, ეს შეიძლება იყოს იგივე ლევან მამალაძე, შეიძლება ასლან აბაშიძე იყოს. კახათ არგამაძე რომ არის, ეს ვიცით. ლევან პირველი არ არის ბიზნესმენი. არა, იგივე ასლან აბაშიძე, ლევან მამალაძე თქვენ ბძანეთ. კახათ არგამაძისგან ბატონო პავლე სხვა choice ეს. ერთი რაღაც არის ლოგიკური, რაც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიზნესს ყოველთვის აინტერესებს სტაბილურობა ქვეყანაში და შესაბამისად ბიზნესი აბანდებს თანხას სტაბილურობაში და არა არეულობაში. თუ ვინმე დააბანდებს თანხას არეულობაში, ეს არის კახათ არგამაძე, ეს არის ლევან პირველი, ეს არის ლევან მამალაძე. კი, ამ ადამიანებს ისინი არიან ბიზნესმენი, ხო, რომელსაც ძალიან ნამდვილად დაინტერესებული იმაში, რომ ქვეყანაში, ბატონო პავლე, ძალიან ბევრ ბიზნესმენს, რომელიც შეიძლება იყოს დაინტერესებული, იმიტომ რომ მას წილში ჩაუჯდნენ, იმიტომ რომ მას ბიზნესი წაართვეს, იმიტომ გავაგზელებ, რომ ძალიან მძიმე დღეში იყო ამ წლების განმავლობაში ბიზნესი და ძალიან კარგია თუ გაგზელდება კონკრეტული რაღაც მოძრაობა. რატომაც არა, იმიტომ რომ თუ კი მე ვარ ბიზნესმენი და მართმევენ ჩემს უფლებას. რატომ არ ჩავდებ ფულს? მე უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ესეთი მაგალითები, თქვენ თუნდაც აი ხა უცბად გამახსენდა, არა, კიბერხალვაში, კი ბატონო, აი ხა უცბად გამახსენდა კიბერხალვაში. რომლის კონკრეტულ კრიმინალებზე არის საუბარი და სისხლის სამართლის საქმე არის აღზრდილი. სასაცილოა, როდესაც დღეს საუბრობს ხელისუფლება კიბერხალვაშის კრიმინალზე, ადამიანზე, რომელსაც თავის დროზე ქონდა არ ვიცი, ბიზნესმენი, კიბერხალვაში არის ბიზნესმენი, რომელსაც პოლიტიკასთან შეხება არ აქვს, მას სურს უბრალოდ რომ სტაბილურობა იყოს ქვეყანაში. და უნდა რომ დააბანდოს სახა ამას. არა, ის იყო ადამიანი, რომელსაც ბიზნესში შეუქმნეს თქო ძალიან დიდი პრობლემები, რომელსაც ანუ ეს ერთი მაგალითია ბატონო. პრობლემები შეექმნება ნებისმიერ ბიზნესმენს, რომელიც თანხის გადახდასთან დაკავშირებით, გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით იქნება არაკეთილ სინდისიერი, მათ შორის პოლიტიკოსებსაც, სხვა შორის ქალბატონ ნინოსაც, რომელიც მთლიან თვეების განმავლობაში აცხადებს, რომ მან გადაიხადა 300,000 თავის აგარაკში და დღეს აღმოჩნდა, რომ თუმე კაპიკი არ გადაუხდია იმ აგარაკში, რომელიც მან ერთგვარად მიიღო. ყველას, ვისაც გადასახადი აქვს, ემუქრებით, ეხა ქალბატონ ნინოს თუ როგორ გავიგე? არა, არ ვემუქრები, უბრალოდ ვამბობ, რაც წესია. გადასახადის გადახდა არის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. გადასახადის გადახდისგან ვერავის ვერ გაათავისუფლებს. ქალბატონ ნინოს თუ აქვს სურვილი, რომ ეს ფეშენებელური აგარაკი კონდეს რამოდენიმე 1000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული. მან უნდა გადაიხადოს ის გადასახადი, რაც ეკუთვნის. ეხლა გაახსენდა ეს თემა ხელისუფლებას. როდესაც იგი იყო ხელისუფლების მეორე პირი და მე მახსოვს პრაიმ ტაიმში ეს თემა. მაშინ რატომ არ საუბრობდი? ქალბატონ ნინოს ეს ქონება გადაეცა შარშან. შესაბამისად, გადასახადის გადახდის ვალდებულება დადგა წელს 1 აპრილს. ეხლა სხვა დროს ვერ გაახსენდებოდა ხელისუფლებას, თუ გადასახადი გადასახადი. და არც ხელისუფლებას არ გახსენებია, კონკრეტულ საგადასახადო ორგანოს გაახსენდა, მაგრამ ქალბატონი ნინოს განცხადება არის მარტივი. მე ეს თანხა დამჭირდა პარტიული მშენებლობისთვის, ამიტომ ჩავდე პარტიაში და ეხლა დაველოდები, როდის მოახდენს ეს პარტია რევოლუციას, იმისთვის რომ შემდეგ იქნება აღარ მომიწევს. არა, როდესაც კეთდება ხოლმე ასეთი ტიპის განცხადებები, ბატონო პავლე, მოდი ძალიან რაიმე თანმიმდევრობა ხო არ შემეშალა ქალბატონი ნინოს განცხადების. ძალიან შორეულ წარსულში კი არა, ძალიან ახლო წარსულში ჩავიხედოთ. როდესაც გამოდის ხელისუფლება, თუნდაც იგივე მიხეილ სააკაშვილი და ახსენებს, რომ აი ნინო ბურჯანაძე რა ცუდი ყოფილა, აი ზურაბ ნოღაიდელმა რა გააკეთა, თურმე ფული იშოვა მისი პრემიერობის დროს, აი ირაკლი ოქრუაშვილმა რა გააკეთა, ხელები გაესვარა, ასე შემდეგ. აქ ჩნდება სწორედ ეს კითხვა. ეხლა დადგა ეს თემები, თუ კი ამდენი ხანი ეს ადამიანები თქვენი მთავარი მოთამაშეები იყვნენ, მთავარი ფიგურები. იქ პირიქით არის, როდესაც ადამიანებს უნდათ რომ რაღაცისგან იმუნიტეტი ქონდეთ, ისინი იწყებენ პოლიტიკურ მოძრაობას და შემდეგ წარმოაჩენენ თავს, რომ აი მე ვარ პოლიტიკური დევნილი და იმიტომ დევნია, რომ აი პოლიტიკური პოზიცია მაქვს ეგეთი. სიამოვნებაში პირიქით ხო არ ხდება იგივე ქალბატონი ნინოს შემთხვევაში ხარ. გადასახადის გადახდა არ არის ესეთი საკითხი, რომელზეც ვინმე იტყვის, რომ პოლიტიკური რეპრესიის ნაწილი არის, ხო? გადასახადის გადახდა მოგიწევდა თქვენს იმ შემთხვევაში თუ გექნებოდათ ქონება, რომელიც არის რამოდენიმე ათეული მილიონის ან თქვა ღირებულების და ამის გადახდა მოგიწევს ნებისმიერ წელს. კი, მაგრამ ეს კითხვა იცით რატომ ჩდება? როდესაც დღეს ხდება თურმე ამ ადამიანების ასე ღია გამოაშკარავება. იგივე ნინო ბურჯანაძის მიმართ, არა, იცით რატომ გისვავთ ამ კითხვას? არ დაიშურა ხელისუფლება, მე თქვა რომ აი იგი რუსეიდან შემოსული ფულით ფინანსდება. იგივე ნინო ბურჯანაძე, ბადრი ბიწაძე დასახელდნენ. ეხა კახათ არგამაძე თურმე აფინანსებს აი ამ ახლად შექმნილ მოძრაობას, რომელშიც შედიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან
საყვარელი ადამიანები არიან ძალიან ცნობილი. თქვენ მართლა გჯერათ, რომ ნინელი ჭანკვეტაძე, რობერტ სტურუა, ჭაბუ ამირეჯიბი, დათო მაღრაძე, ყველა ის ადამიანი ჯანსუღ ჩარკვიანი, ვინც იქ იყო შეკრებილი, ეს ხალხი ფინანსდებიან კახათ არგამაძისგან რაღაც ინტერესებისთვის. მე ვიცი ის რაც ხდებოდა აი ამ მოძრაობის შექმნა. არა, გჯერათ თუ არა მითხრა. მე მჯერა რომ ის მოძრაობა ფინანსდება კახათ არგამაძის მიერ. ეს ვინ იცის მოძრაობა, ამის რომლის შესახებ? კადრებით ვინ იცის ამის შესახებ ამ მოძრაობის შიგნით? ვინ იცის, მაგრამ არ ჯერა, ვის არ ჯერა, მაგრამ უნდა რომ რაღაც უფრო მეტი ინფორმაცია იყო. ეს ჩემთვის უცნობია, მაგრამ ფაქტია. რეალობა იყო ესეთი. თანმიმდევრობა იყო ესეთი. ბატონი გაჩილაძე წაბრძანდა საზღვარგარეთ იმისათვის რომ ჩამოეტანა დაფინანსება, ჩამობრძანდა, თქვა რომ ჩვენ დაგვაფინანსეს, ეხლა აქციები იქნება უფრო მნიშვნელოვანი და დაიწყება უფრო მნიშვნელოვანი მოგზაურობა. რამე ხო არ მეშლება, ხო ნამდვილად ესე იყო. იცით რა და ეს ამის არის? შემდეგ აი ამას ყველაფერს მოყვა ის რომ თურმე ბატონი თარგამაძე შეხვდა ლევან გაჩილაძე. და ამის შემდეგ მოხდა ის რომ შეიქმნა ახალი მოძრაობა. ეს ყველაფერი კავშირში არ არის. მართლა ჯერად გულწრფელად მაინტერესებს თქვენი პასუხი, რომ ის ადამიანები, ვინც ამ მოძრაობაში იყვნენ, იგივე ნონა გაფრინდაშვილი, ჭაბო ამირეჯიბი, რეზო ესაძე, არ ვიცი, უამრავი არ მიწყინოს ვინმე მე ხა ვინც გამომჩა, რომ ეს ადამიანები შეიძლება კახათ არგამაძის ინტერესების გამტარებლები მე იყვნენ. მჯერა ერთი რამის, რომ კახათ არგამაძეს აქვს სერიოზული ინტერესი ამ ქვეყანაში სიტუაციის არევის, ის აფინანსებს მოძრაობას, ვინ იცის ამ მოძრაობის წევრებიდან ამ დაფინანსების შესახებ ჩემთვის უცნობია და ძალიან კარგი იქნება თუ ბევრი მათგანი ძალიან დროზე გაერკვევა სიტუაციაში და აი ბინძურ ფულს არ გამოიყენებს თავის ქვეყნის ეს ხომ არ არის მათი დისკრედიტაციის მცდელობა, ისევე როგორც თავის დროზე ეს ადამიანები როცა არ უკმევდნენ, თქვათ ხელისუფლებას, ჩვენ მოვისმინეთ, მოდით არქივიდან ძალიან პატარა ამონარიდი საქართველოს პრეზიდენტის ცნობილი განცხადებისა, როდესაც მას სწორედ ამ ადამიანებს უტოვდა ჩარეცხილები. ანუ ვინც არ არის ჩემს მხარეს, მას აფინანსებს ჩემი მტერი, ასე ხომ არ არის? მოდით მოვისმინოთ და შემდეგ თქვენი კომენტარი. მე მგონი გვაქვს ხო საშუალება თუ არ ვწდები, აი ახლა 2-3 წამში იქნება ეს არქივის მასალა გაშვებული. ანუ აი მოდით მოვისმინოთ მაშინ და შემდეგ კომენტარი. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ხალხი და თავარია რომ თქვენ ხართ ამ ხალხის ნიმუში. არა ისინი, ვინც გეუბნებიან რომ ჩვენი ფასეულობა თურმე არის კარგის მაჭამა, ეგრეთ წოდებული ქალაქელობა, უბნელობა და საქართველოს დაქუცმაცება. ეს ხალხი უკვე ჩაირეცხა და ჩაირეცხება ბოლომდე. ასეთი მენტალიტეტის მატარებელი ხალხი. აი ეს იყო ის განცხადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა სწორედ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც თავის დროზე ამოიღო ხმა და თქვა, რომ ისინი არ ეთანხმებიან უბრალოდ ამ ხელისუფლების პოლიტიკას. მოისმინეთ ის, რომ მე ამას ვამბობ იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც არ მეთანხმება. არა, ეს იყო ცნობილი განცხადება, რომელიც მან მოყოლას ჩემს ერთ-ერთ გადაცემაში ამ ადამიანების ცნობილ გამოსვლას. ძალიან კონკრეტული რაღაც იყო. როდესაც ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ ქალაქელობა ნიშნავს, რომ ხამის 2 საათზე გაიარო წითელ ფერზე. ეს არის, აბა როგორ შეიძლება თბილისელ კაცს აუგზავნო, რომ წითელ ფერზე გაიარო შუქნიში. აი ესეთი აზროვნება, ესეთი იდეოლოგია, ესეთი მენტალიტეტი უნდა ჩაირეცხოს. ის ადამიანები, ვისაც დღეს კიდე აქვს სურვილი, რომ ნონა გაფრინდაშვილზე ამბობთ მაგალითად ამას. ქალბატონი ნონა ფიქრობს ესე, ქალბატონი ნონა ფიქრობს ესე, რომ თავარი არის სვაჭამა, თავარი არის ის, რომ არ მგონია რომ ამას ფიქრობდეს რომელიმე მათგანი, მაგრამ ეს ადამიანები ვიხილეთ იმ შეკრებაზე და შემდეგ მოვისმინეთ თქვენი ტიპის განცხადება. სხვა რაღაცებზე ვსაუბრობთ ახლა, ხო? ერთი და იგივე რაღაცაზე თუ ვისაუბრობთ, უკეთესად გამო. ანუ მე ვსაუბრობ, რომ თუ ადამიანების მსოფლმხედველობა არის ესეთი, რომ კანონს არ აქვს მნიშვნელობა. და შუქნიშის წითელ ფერზე თბილისელ კაცს პრინციპში შეუძლია რომ გაიაროს თუ მას ესე უნდა ესეთი აზროვნება თუ ქალბატონი ნონა ესე აზროვნებს დიახ სამწუხაროდ მე შემიძლია რომ ესე თქვა მაგრამ დარწმუნებული ვარ ესე არ აზროვნებს ამიტომ ჩარეცხილები არიან ის ადამიანები რომელსაც სხვა იდეოლოგია რომელსაც მეაჩნია რომ პოლიციასთან თანამშრომლობა არის ჩაშვება აი ასე ვინც აზროვნებს ის ადამიანი არის დაღუპული არა ქალბატონი ნონა ამბობს ასე კი არ აზროვნებს მე არ ვიცი ხო სხვის მაგივრად ვერასოდეს ვერ ვიტყვი მაგრამ დარწმუნებული ვარ ნონა გაფრინდაშვილი ის შემთხვევაა ვიზეც ვიტყვი არ აზროვნებს ასე მაგრამ იგი აზროვნებს ასე დაიცავი საქართველო ყველაფრის მთქმელია ქვეყანა მიექანება უფსკულისკენ და თუ ეს არ გაჩერდა ჩვენ დავიღუპებით იმედია საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს დაგვიჭერს ჩვენ კი ჩვენის მხრივ მხარს დაუჭერთ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართულ კეთილსინდისიერ და საკუთარი ქვეყნის მოყვარულ პარტიებს ესენი არიან ის ადამიანები, ვინც თქვა დაფინანსება შეიძლება იღებდნენ ცნობილი თარგამაძისგან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არიან იმ მოძრაობაში, რომელიც ფინანსდება ბატონი კახათ არგამაძის მიერ.
ეს არის ჩემი პასუხი. ქალბატონო ნონა მიცის ამის შესახებ ჯერა თუ არა იმის რომ ვთქვათ ლევან გაშიძილაძე თანხის საკითხთან დაკავშირებით ესეო თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მართლა კოპების სანახავად იყო ჩასული კახათ არგამაძე ბერლინში ან შემთხვევით ჩავიდა სერიოზული ხო რაღაც მე ესეთი სერიოზული ინფორმაცია არ გამიგონია მე რაღაც შემთხვევით გამოგონილი მიაწოდა ინფორმაცია ერთი წუთით ეს ძალიან სერიოზული განაცხადი იყო მათი მხრიდან მისი მხრიდან ლევან გაჩეჩილაძის პირადი უსაფრთხოების შესახებ ისევეო როგორც მან თქვა ჩვენს ეთერში თავის დროზე მე ეს ინფორმაცია ასეთი მივაწოდე ბადრი პატარკაციშვილს და ზურაბ ჟვანიას ეს ძალიან სერიოზული ძალიან საინტერესოა. ესე იგი, კახათ არგამაძეს რომ ამ ინფორმაციის მისაღებად ჩასულიყო ლევან ყველა ეს ინფორმაცია, ეს არის ესეთი პიროვნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში არის, აკონტროლებს აი ამ ინფორმაციის წყაროებს. შემთხვევით ცოტა სხვა წყაროდან ხო არ შეიძლება ეს ინფორმაცია რო იყოს. მისი ძველი ნაცნობობიდან, ბატონი პატრუშევიდან, უშუალოდ საბჭოსთან მისი კონტაქტებიდან. აი ეს ხო არ არის მისი ინფორმაციის წყაროები. ამ პირიქით რაიმე სხვა ესკალაციის მიზნით ხო არ იყო ეს ინფორმაცია მიწოდებული. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, ამ ინფორმაციაზე სულ არ იყო საუბარი. რეალურად საუბარი იყო იმ თემაზე, რასაც ქვია ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, რომელიც არის დღეს ერთადერთი ქვეყნის ინტერესებში და ეს არის რუსეთი. სხვა არც ერთ ქვეყანაში საქართველოს ხელისუფლების შეცვლაზე არ საუბრობ. სამაგიეროდ რუსეთში არაერთხელ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი საუბრობდნენ ამ თემაზე და საუბრობენ დღესაც. და ეს არის ის საკითხი, რომელიც დღეს რუსეთისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ცუდია თუ საქართველოში კიდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც კახათ არგამაძის გვერდით დადგომა შეძლებენ და რუსეთის საიმ პოზიციის გატარება შეძლებენ. კარგი, ჩვენ ერთი წუთი დაგვრჩა და მე მინდა ბოლოს დაგისვათ ასეთი კითხვა. არის დანაშაული კი თუნდაც ინფორმაციის მისაღებად, ასეთი სერიოზული ინფორმაციის მისაღებად, როდესაც შენ გეუბნებიან პოლიტიკურ ლიდერს, რომ შენი პირადი უსაფრთხოება არის უზარმაზარი კითხვის ნიშნის ქვეშ, ჩახვიდე, შეხვდე ღიად, ეს ხომ არ ყოფილა დამალული შეხვედრა. ბერლინში, კემპინსკიში დღისით, მზისით შეხვდა ადამიანი. როდესაც ჩამოვიდნენ. ადამიანი ჩავიდეს და მიიღოს ინფორმაცია, ეს არის თუ არა დანაშაული? მე ვიცი რა არის დანაშაულზე უფრო მეტი. დანაშაულზე უფრო მეტია, როდესაც საუბრობ სამართლიანობაზე და ამ დროს კახათ არგამაძის მეგობარი ხარ. უფრო მეტია, როდესაც ღირსებაზე საუბრობ და კახათ არგამაძის ფულს იღებ. აი ეს არის დანაშაულზე გაცილება. კარგი, და სულ რაღაც ნახევარწუთში უნდა ჩაეტიოთ. გუბას სანიკიძემ წეგან გააკეთა ასეთი განცხადება. ეს აი ამ წუთებში ხდება თვითონ ეს მოვლენა და ამიტომ აინტერესებს მე ხელისუფლების წარმომადგენლის კომენტარი. დღესო ავლაბრის სასახლის გახსნაო, ეს არისო დანაშაულიო. დაახლოებით ასეთი განცხადება თქვა. იმ ფონზე რა ჩვენს ქვეყანაში ხდებაო, რა სიტყვით? ბატონო პავლე, რა ეზეიმებაო ხელისუფლებას? რა ეზეიმება? ეს არ არის ზეიმის განსაკუთრებული რაღაც ნიშანი, ეს არის ის რომ იხსნება რეზიდენცია, რომელიც არის ქვეყნის სიმბოლო, არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის სიმბოლო. და იმ ქვეყნის სიმბოლოს გახსნაზე თუ პოლიტიკოს ოდნავ მაინც აქვს რაღაც ალღო, მე ვფიქრობ, რომ ესეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებს. წარმატებები მინდა გისურვოთ, ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. მაშინ ეს იყო ხელისუფლების გუნდის საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი პავლე კუბლაშვილი. რამდენიმე წუთში კი პირდაპირ ეთერში კარლოვაიდან გვექნება ჩართვა უცნობის, ეს იქნება გია გაჩეჩილაძის პირველი პირდაპირი ეთერი. მას შემდეგ რაც მან დატოვა საკანი, გია იყო რამდენადაც მე ვიცი ამ ახლად შექმნილი მოძრაობის ორგანიზაციის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და სულ 2-3 წუთში ჩვენ ვართ უკვე პირდაპირ ეთერში და ჩვენ შეკითხვებს უცნობი პასუხობს. დაგველოდეთ. უცნობის პირველი პირდაპირ ეთერი, მას შემდეგ რაც ის საყრდიდან გამოვიდა და საქართველოსთან სამკურნალოდ გაემგზავრა. უკვე კარგი ხანია მას ტელეეთერით არ უსაუბრია. პირდაპირი ჩართვა კარლოვი ვარიდან და გია გაჩეჩილაძეს სტუმრად პოლიტიკურ კვირაში. დღეს საღამოს პირველ არხზე, როდის ჩამოდის, რა გეგმები აქვს და რა სიტყვის ახალ საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე სახელწოდებით დაიცავი საქართველო, რომლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი თავად იყო. მოусმინეთ უცნობს. მაშინ ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში და მე პირდაპირ ეთერში სწორედ მივესალმები გია გაჩეჩილაძეს. ეს არის უცნობის პირველი ეთერი, მას შემდეგ რაც იგი სამკურნალოდ გაემგზავრა თბილისიდან. გია, მოგესალმები, როგორ ხარ, როგორ გრძნობ თავს, თუ შეგიძლია მოგვაწოდო ინფორმაცია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ძალიან სკანდალური პროექტის, ძალიან სკანდალური ავტორი, გადაცემის წამყვანი, რომელიც უეცრად გაუჩინარდა ეკრანიდან. რა სიტყვი? დიდი მადლობა, მივესალმები მთელ საქართველოს, სრულიად საქართველოს და დავუპირდები, რომ ძალიან მალე დავბრუნდები საკანში, საკნიდან მომიწია ზუსტად სახლში არჩემეულია ისე გავლა და გამოფრენა კარლოვი ვარში. აქედანაც მინდოდა რომ ძალიან სწრაფად ჩამოსულიყავი, უბრალოდ ვერ მოვახერხი, იმიტომ რომ ექიმებმა დამტოვეს აქ გარკვეული დროით, ცოტა ხანი, ძალიან ცოტა ხანი კიდევ ვიქნები, სანამ დავამთავრებ და ჩავათავებ ბოლომდე ამ კურნალობას და აუცილებლად პირდაპირ სახლში შეუსვლელად დავბრუნდები საკანში.
ძალიან საინტერესო იყო ამ დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები. მე მინდა გისურვო პირველ რიგში ჯანმრთელობა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და შემდეგ კი მინდა გადავიდე უკვე კონკრეტულ თემებზე, შენი შეფასებები მოვისმინო. თუმცა მანამდე გია ერთი კითხვა მინდა დავსვა, რომელიც ძალიან ბევრჯერ მოვისმინე მე ამ დღეებში სხვადასხვა ადამიანისგან, მე პირადად ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ და ვიტყვი, რომ ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონზე ჩემი აზრი იყო პირადად ასეთიც, რომ შენ უნდა წასულიყავი და უნდა მიგეხედა რა საკვირველია შენი ჯანმრთელობისთვის, ეს იყო აუცილებელი, მაგრამ ბევრს გაუჩნდა ასეთი კითხვა, ჩვენო გვახსოვსო, გია ამბობდაო, რომ სანამ სააკაშვილი არ გადადგება, მე ამ საკნიდან არ გავალ, ძალიან მძიმედაც რომ დასრულდეს ეს ყველაფერი ჩემი ფიზიკური მდგომარეობისთვისო, რა სიტყვის დღეს გია გაჩეჩილაძე. იგი არის კვლავ პრეზიდენტი და გია გაჩეჩილაძე სამკურნალოდ არის წასული საქართველოდან. ამას გულისხმობ. შეიძლება ძალიან ისეთი არაკორექტული ჩემი მხრიდან ეს კითხვა, მაგრამ უნდა დავსვა. არა, უნდა დასვა აუცილებლად. კაცო, შენ დასასმელი კითხვები უნდა დასვა აუცილებლად. უბრალოდ არ არსებობდა, ეხა მე ვეღარ გაუწიე წინააღმდეგობა იმ ადამიანებს, ვინც ეხა ძალიან მეხვეწებოდა რომ წამოსულიყავი სამკურნალო და მართლაც აი ხა ჯოხით დავდივარ და ის ორი ნეკნი რომელიც ჩატეხილი მაქვს არ მიხორცდება პრინციპში არც მინდა ხა ჩემი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ საუბარი და ჩემ ჯანმრთელობაზე საუბარი, იმიტომ რომ ცოტა უხერხულიც კი არის ხა მთელი საქართველოსთან დასწრებით, მაგრამ მაინც აუცილებლად პირდები სულ ყველას რომ სახლის გაუსვლე სახლიდან ესე გაუვლელა სახში არც გამივლია ისე წამოვედი და აქ რო ჩამოვედი პირველი რაც იყო ექიმა ის მითხრა რომ ბოლომდე უნდა ჩაიტარო მკურნალობაო მე უარყვავი ეს ყველაფერი იმიტომ რომ უთხარი ერთი კვირით ავარ ჩამოსული მაქსიმუმ და რო არ დავბრუნდი არ შეიძლება მეთქი მაგრამ აი როგორც ხედავთ დამტოვეს რაღაც გარკვეული ხნით და აქედან როგორც კი დავბრუნდები სახში არც შევალ ისე დავბრუნდები საკანში და ისე გავაგრძელებ იმ საქმეს რომელ საქმესაც ვაკეთებდი აქ. ეს კითხვა უნდა დამესვა უბრალოდ იმიტომ რომ ხო ძალიან ბევრჯერ მოვისმინე. მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა იმიტომ რომ ძალიან რაღაც მე ლაშა ისა ინგა რაღაცა ყველაში შევშივარ ჩემს რესპონდენტს ლაშა არასოდეს არ ვთქვა. დაუძახიათ ეკა ირმა მაგრამ ლაშა არა. კიდე კაი პავლე არ დაგიძახე ხა პავლე. პავლე უკვე გავიდა ამ სტუდიიდან და ჩვენ მოგვიწევს მის განცხადებებზე კომენტარის მოსმენა. ხო ძალიან ცუდი რომ გავიდა, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, აი ხა კარლოვი ვარში ვიმყოფები და ძალიან ბევრჯერ მომიწია ექიმთანაც ყოფნა და სულ აქ ვკითხულობ ხოლმე ხა საქმის კურსში არიან არ არიან რა ხდება საქართველოში და ძირითადად ну ეხლა რა ვიცი პრინციპში სასაცილოც არ არის სატირალია მე თუ მკითხავთ რა ეგეთ რაღაცას მეუბნებიან ექიმები უკვე აქ არ არის ლაპარაკი ეხლა პოლიტიკაში გარკვეულ ადამიანებზე ვინც პოლიტიკაში ერკვევა თუმცა მათაც შევხვდი რამოდენიმე კონგრესმენს შევხვდი აქ ჩეხს და იმაზე არა მაქვს ლაპარაკი აი ელემენტარული ადამიანები ჩვეულებრივი ექიმები და ჩვეულებრივი მოქალაქეები მეუბნებიან რომ თქვენ იმ ქვეყნიდან არა ხართ პრეზიდენტს თავისი გალსტუკი ჟუაჭკა როგორიაო? აი მითხარი ხე შენ როგორი ხასიათზე დადგებოდი აქედან ერთი 10 კაცმა სიტყვაზე ვთქვა კარლოვი ვარში ამ პატარა ქალაქში ეს რო გითხრას ჩეხმა მე მაგალითად მცხვენია ეს სიტუაციები და ეს სიტყვები ახლა გამომდინარე იქიდან რაც კიდე ეგაკავთო კაცო თქვენ ქართველებს კიდე ეგ პრეზიდენტი ყავთო? აი ეგეთი სიტუაცია, ეგეთი მიდგომაა. სწორედ ამ შენი ნათქვამიდან უნდა გამოვიდე და განვაგრძო დღეს მე გადაცემა გავხსენი ამ ინფორმაციით, რომ ამ წუთებში, როდესაც ჩვენ საუბრობთ, მიმდინარეობს პრეზიდენტის სასახლის ოფიციალურად გახსნა მიღება და აი კითხვა არის ასეთი, თქვენი განცხადებების მიუხედავად ოპოზიციის, რომელიც კეთდებოდა 9 აპრილის წინ, რომ მიშა უნდა წავიდეს. სააკაშვილი კვლავ პრეზიდენტია, მას ამ წუთებში აქვს სასახლის გახსნა ხოლო იქ კარვები აღარ დგასავლაბრის რეზიდენციასთან. ეს რაზე მეტყველებს პრეზიდენტი? რაზე მეტყველებს პრეზიდენტი და ვისთვის არა? ჩემთვის ის პრეზიდენტი, ჩემთვის ის პრეზიდენტი кайხანია არ არის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის საქართველოში. პრეზიდენტი ადამიანს პირველ რიგში აი აქ უნდა ყავდეს. და აქ უნდა ყავდეს და ჩემთვის და ძალიან ბევრი და ქართველისთვის და საქართველოში მცხოვრები ადამიანისთვის ეკაცი პრეზიდენტი არ არის, მაგრამ ფაქტია რომ იქ კარვები აღარ დგას და
კარვები დგას თუ არ დგას, იქ უფრო სერიოზული რაღაცეები დაიდგმება თუ გაგრძელდება ესე როგორც აგრძელებს, ანუ იმ იგნორირებას საკუთარი ხალხისას, რა იგნორირებითაც ის ცხოვრობს აქამდე თავის ესე ვთქვათ, მე როგორც მახსოვს ის ძალიან ბევრს დაფრინავდა. ეხა რატო აღარ დაფრინავს? ეხა ჩეხეთში რო იყო ერთი, ჩემგან შეგიძლია შენ კითხო ინგა, იმიტომ რომ მე კონტაქტი არ მაქვს მასთან. აი არა თუ გექნება მაინც ერთი ჩეხეთში შეიძლება ბუდაბარში, აი ეგეთ ძვირიან რესტორნებში და დისკოტეკებზე ყველა ქვეყანაში სიარული თქო კითხე. და ერთ-ერთი არის ჩეხეთში ბუდაბარი, სადაც ის ძალიან ბევრმა როგორც ჩეხმა, ისევე ქართველმა და ისევე რუსმა ნახა. და მისი საქციელები ის რასაც აქ აკეთებდა, მთელი ჩეხეთი ყვება ამაზე და რას აკეთებდა? გი ახალგაზრდა კაცს არა აქვს სასაცილოდ არ ყოფნის. ახალგაზრდა კაცს უფლება, კი ძალიან დიდი უფლება აქვს ომწაგებულ ადამიანს ჩეხეთში იაროს და ხარჯოს მილიონ მაგარი უფლება აქვს ინგა. აი ჟურნალისტები ზუსტად და ჩვენ ადამიანები რომლებსაც ხელგვეწიფება ტელევიზორში გამოჩენა და ეგსეც კითხვას რომ სვავთ, რომ ახალგაზრდა კაცს აქვს თუ არა ამის უფლება, იმიტოა მაკაცის საქმე დღესაც რომ ეს არის მაპატიე, ჩვენ ეთერში რომ ზივართ და ასეთ კითხვებს რომ სვავთ, ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი, რომ შენ ხარ ეხლა პირდაპირ ეთერში და ჩვენ გვაქვს საშუალება მოვისმინოთ თავისუფლად ეს ყველაფერი. ასე რომ არ დაგეთანხმები რომ მე კითხვა, კარგია ეს კითხვა თუ ცუდი, მე შემიძლია დავსვა ამაზე ნუ ვიდავებთ. მოდით მე უფრო სერიოზულ თემებზე არა, კარგი კითხვაა, ძალიან კარგი კითხვაა, ძალიან კარგი კითხვაა, არ გემართლები. ძალიან კარგი კითხვაა, მაგრამ ამ კითხვას აქვს ის მეორე მხარე, სადაც უკვე ელემენტარულად ქართველი რო ჩამოდის ევროპაში, ხო? სასაცილოთაა ყველა ქართველს საქმე, სასაცილოდ. იმიტომ რომ ეს პრეზიდენტი დღეს რო ჩვენ გვყავს, ეს არის მთელი ქვეყნისთვის სირცხვილი. და თუ ჩემი არ გჯერათ, მაშინ ჩამოდით და თქვენი თვალით დაინახეთ რა და როგორ ხდება ევროპაში. გია, ჩეხეთში, რომელსაც გავლილია ეს ყველაფერი. საინტერესო რომ არის, სწორედ ამიტომაც გთხოვე დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობა. მე მინდა კვირის მთავარ თემაზე მოვისმინო, ეხლა შენი პასუხი ერთ-ერთ მთავარ თემაზე. აი აქ წეღან ბატონი პავლე კუბლაშვილი საუბრობდა სწორედ ამაზე. ორგანიზაცია სახელწოდებით დაიცავი საქართველოს, რომელიც შეიქმნა ძალიან ცნობილი ადამიანები ვიხილეთ ჩვენ და მხოლოდ 3 პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე და გოგა ხაინდრავა, მაგრამ ანუ აღმოჩნდა რომ ეს ადამიანები შეიკრიბნენ საქართველოს დასაცავად, როგორც თავად ამბობენ. ხელისუფლება აცხადებს რომ ისინი ამ შეკრების, ამ ორგანიზაციის უკან ხედავენ კახა თარგამაძის კვალს. რა სიტყვის დღეს გია გაჩეჩილაძე, თქვენ იყავით ამის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. კახა თარგამაძე ცნობილი შეხვედრა ბერლინში და ისინი ამბობენ რომ ეს კეთდებაო კახა თარგამაძის ფულით. კი, გეთანხმებით, მაგრამ დაგავიწყდათ კიდე რა, შოთა კვირაია არის მან, შოთა გორგოძე არის მან, დაფინანსებლები. და რავი, ძალიან ბევრი ყოფილი მინისტრი, დღის უშიშროების და იმისი, რა ქვია, თავდაცვის. ძალიან ბევრი, თითქმის ყველა მინისტრი, MVD-ში, ყველა მინისტრი უშიშროების არის დაფინანსებელი ამ ორგანიზაციის თუ დაიჯერებთ. კახა თარგამაძიდან დაწყებული, შოთა კვირაია, შოთა გორგოძე, კი, შემიძლია თქვა, რომ არა მარტო რუშაილოც დაფინანსებელია. ეხა ხუმრობას თავი რომ დავანებოდა სერიოზულად რომ ვისაუბროთ, გია, მე სწორედ ეს კითხვა დაუსვი წეღან პავლე კუბლაშვილს, რომ რობიკო სტურუა, დათო მაგრაძე. სავლე კუბლაშვილს. კარგით, რობიკო სტურუა, დათო მაგრაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ჭაბუ ამირეჯიბი და ასე შემდეგ. მართლა გჯერათ, თქო რომ თქვა ისინი შეიძლება ფინანსდებოდნენ თარგამაძისგან. კიდე შეიძლება. ხო და მათი პასუხი ძალიან გთხოვთ. ძალიან გთხოვთ, მაგ გვარებს მიუმატეთ კიდევ რამას ჭიკვაძე თუ შეიძლება. რასაკვირველია, მე ბოდიში მოვიხადე, ყველას ეხა ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ როდესაც მე მათ ამ კითხვას უსვავ, პასუხი არის ასეთი, რომ შეიძლება თავად ამ ადამიანებმაო არიციან, რომ ეს ფინანსები მოდის კახა თარგამაძისგან, მაგრამ ბერლინში ლევან გაჩეჩილაძის და დათო გამყრეიძის შეხვედრის შემდეგო ჩვენ ასეთი დასკვნა გავაკეთეთ. რა სიტყვი გიათ შენ ამ? ნუ რა ვქნა ეხა სავლე კუბლაშვილს უმტკიცო ეხა თარგამაძე მაფინანსებს თუ არა? სავლე კუბლაშვილს უმტკიცო ეს, რომელიც ატყუებს და აბურანებს თელ საქართველოს 6 წელია?
და რომელიც იძახის სმაჭამაზე და ჩარეცხილებზე თავისი პრეზიდენტის შემხედვარე და მისი სმაჭამის შემხედვარე ამ ადამიანს უმტკიცო ეხა და კახათ არ გამაძე მე მაფინანსებს თუ არ მაფინანსებს ამიტომ იძახი ხუმრობით რომ კახაც მაფინანსებს და ყველა მინისტრი დაწყებული რომან გვენცაძიდან კარგი გია მითხარით ამ ორგანიზაციის შექმნის მთავარი მიზანი ამდენი ცნობილი ადამიანი როდესაც ერთიანდება როდესაც გამოდიან ასეთი რაღაც განცხადებები ძალიან სერიოზული ძალიან მკაცრი განცხადებებით რა იყო ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი და ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანი არის ის რომ ქვეყანაში გვყავს ესეთი ადამიანები რომელიც ეხა თუნდაც შენ ჩამოთვალე რომელიც მეც დაგისახელე რამას ჭიკვაძის სახით რამას იმიტომ დავასახელე რომ აქ ჩემთან ერთად არის სამკურნალო წამოსული და ძალიან ბევრ დროს ვატარებთ ერთად და ესე იგი აბსოლუტურად ვიცი მისი პოზიციაც მაგიტო და ისიც ერთ-ერთი დამფუძნებელია ამ ორგანიზაციის აი ეს ადამიანებს და განსაკუთრებით ვინც ცოცხალი ყავს დღეს ამათ ყურს რო არ უგდებთ ამდენი ხანია დაწყებული უწმინდესიდან და არც მის ქადაგებებს და არც არაფერს აბსოლუტურად მათ ბრძნულა ეხა ჭაბუა ამირეჯიბი კაც ცოცხალი ყავდეს ცოცხალი იყოს მისი უწმინდესობა და თუნდაც რჩევა არ კითხო ომს იწყებდე და შენ წარმოიდგინე ქვეყანა იწყებდეს ომს და პატრიარქს არ დაალოცინო ჯარისკაცები აი ესეთი რაღაცა და ამიტომაც აი ეს არის ყველა ესეთ ადამიანებს სანამ არ მოусმენთ ჩვენ ვისაც თავის ცხოვრება გავლილი აქვს სამაგალითოდ და ვინც ესე ვთქვათ 80 ეხა ბატონი რამას ჭიკვაძე 82 წლის არის ბატონი რობესტურა 73 წლის არის ბატონი ჭაბუ ამირეჯიბი მათზე უფროსია და თქვენ კარგად იცით ეხა რამხელა წვლილი აქვს ჩეტანილი მათ საერთოდ ქართული კულტურის კი არა მსოფლიო კულტურის განვითარებაში და ჩვენ ამათ აი იმაშიც არ ვაგდებთ ელემენტარულად რომ რჩევა ვკითხოთ მოусმინოთ აი ამიტომაც შეიქმნა ეს ორგანიზაცია რომ ზუსტად აი ესეთ ხალხს დავეკითხოთ რა როგორ და რანაირად უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა და როგორი გზით უნდა წავიდეთ ჩვენ და არა სავლე კუბლაშვილს რა. დიახ, მე მას დაუსვი ასეთი შეკითხვა გია შენ ალბათ არ გესმოდა უბრალოდ თავის დროზე პრეზიდენტმა ამ ადამიანებს უწოდა ჩარეცხილები. ნები თუ უნებლიეთ ეს ხალხი აღმოჩნდა სხვა პოლიტიკურ მხარეს. მე ვიცი შენ არ გიყვარს ხოლმე ეს კითხვა, როდესაც გეკითხები პირადად მე თუნდაც აი ოპოზიცია და აპროტესტებ რომ მე არ ვარო ოპოზიციის წარმომადგენელი, მაგრამ ნები თუ უნებლიეთ ეს ადამიანები თავის და უნებურად მაინც აღმოჩნდნენ ხო თავის დროზე მთელი ამ წლების განმავლობაში ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართულები. რა სიტყვი დღეს არის თუ არა იმის პერსპექტივა რომ ეს ორგანიზაცია ერთ მშვენიერ დღეს ჩაერთოს თავიდან ბოლომდე ამ პოლიტიკურ პროცესებში. იგივე არჩევნებში ვთქვათ ლევან გაჩეჩილაძე უცბად დასახელდეს ლიდერად და თუ კი იქნებოდა არჩევნები მათ მიეღოთ ამ არჩევნებში რაღაც თავისი მონაწილეობა როგორც პოლიტიკურ სუბიექტს. ეს გამორიცხულია რომ ამ ადამიანებმა არჩევნებში პოლიტიკურ სუბიექტებად მიიღონ მონაწილეობა, ეს არის უბრალოდ გამორიცხული, ელემენტარულად როდესაც ყავს ერს ესეთი ადამიანები, ეს ადამიანები შეძლების დაგვარად სანამ ცოცხლები არიან, უნდა გამოიყენო და აგრძნობინო ამ ადამიანებს, რომ ისინი საჭირონი არიან თავიანთი ქვეყნისთვის და ნეტა ერთი ფრჩხილის აი პატარა მონაკვეთი კონდეს გაკეთებული იმდენი სააკაშვილს და მის მოდგმას, რაც გაკეთებული აქვს თუნდაც ერთ-ერთ მათგანს მისი გვარების ჩვენ დავასახელეთ. გინდაც მარტო ნონა გაფრინდაშვილი იყოს და გინდაც მარტო რობიკო სტურია და გინდაც მარტო ჭაბუა ამირეჯიბი და თუნდაც რამას ჭიკვაძე. მე გეთანხმები რომ ეს არის ყველაზე დიდი განძი ჩვენი ქვეყნისა, ეს ადამიანები და სწორედ ამიტომაც რაც არის იმ განძს უამრავი კითხვა. განძი რაც არის იკა, განძი რაც არის, განძს უნდა დაუჯეროთ, განძს. და არა იმას, რაც 6 წლის წინ მოვიდა და თავი პირველი გონია, პირველად საქართველოში რა. პირველად საქართველოში სააკაშვილს არაფერი არ გაუკეთებია. საქართველოში ყველაფერი იყო და ყველაფერი იქნება. სააკაშვილის გარეშე და უსააკაშვილოდ. მე წერან შენ ახსენე რამას ჭიკვაძე, დიახ. მე გამახსენდა ეკა ხოფერიას ცნობილი ეთერი, ეს იყო ღამის კურიერი რევოლუციის წინ, როდესაც ბატონი რამას ჭიკვაძე გამოდიოდა და მან მაშინ შეიტანა აი გარდამტეხი როლი პოლიტიკურ პროცესებში. მაშინ მე მახსოვს ამბობდნენ რომ ვერცერთი პოლიტიკოსის გამოსვლა ასეთ როლს ვერ შეიტანდაო. ანუ ასე ეს ადამიანები თავის დროზე ვთქვათ ნაწილი, არა ყველა, იგივე თუნდაც ბატონი რამას ჭიკვაძე მხარს უჭერდა, ხო, მაშინ იმ პოლიტიკურ პროცესებს. აი დღეს პროცესებს მაგას უჭერებ ხალხს
უჭერდა ახალი პოლიტიკური პროცესების დაწყებას საქართველოში და საქართველოს პოლიტიკური პროცესების გაახლებას და არა სააკაშვილს. ისევე როგორც ყველა მთელი საქართველოში უნდათ ახალი პოლიტიკური პროცესების დაწყება და გაახლება საქართველოს პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღება და სააკაშვილი მოვიდა და კი არ გააჯანსახა დაავადმყოფა მთელი პოლიტიკური პროცესები და ამიტომაც არის ეს სიტუაცია და ეს ახალი მოძრაობა რო იქმნება და ღმერთმა ქნას დიდხანს ცოცხლად ამყოფოს ეს ადამიანები ვინც შევიდნენ ამ ორგანიზაციაში და დარწმუნებული ვარ რაც უფრო მეც მოვისმენთ და მეც გავიზიარებთ მაგათ აზრებს ვით უფრო კარგად იქნება ჩვენი ქვეყანა. გეთახმები გია კიდევ ერთხელ მეც აქვე პირდაპირ ეთერში ვადასტურებ ჩემს ძალიან დიდ პატივისცემას ამ ადამიანების მიმართ და წეგან შენ ახსენე ილია მეორე მე გამახსენდა როდესაც საუბრობდი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე შენი ცნობილი განცხადება 26-ში საქართველოს პატრიარქი პლენში ყავთ აყვანილი მაშინ ძალიან ბევრმა დასვა კითხვა რომ რას ნიშნავდა ზოგადად საპატრიარქოსთან მიმართებაში მაშინ გია გაჩეჩილაძის განცხადება ეს პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებული. ეხა შეხარ პირდაპირ ეთერში, მიპასუხე თუ შეგიძლია, რას გულისხმობდი? პატრიარქი ყავთ პლენში აყვანილი. რას გულისხმობდი, ჩემო ინგა და რაც დავინახე საკურთხეველში, იმას გულისხმობდი. რა დაინახა გია გაჩეჩილაძე? რა დავინახე საკურთხეველში და შემოდა დაცვით უგულავა და მისნაირები დავინახეთ საკურთხეველში ეხა და რო უყურებდეთ პატრიარქს პირში იტყოდა თუ არ იტყოდა რაღაცას. წარმოიდგინეთ ეხლა რა დამემართებოდა მე რაც დავინახე ელემენტარულად ის თქვი და რაც უნდოდა პატრიარქს იმ დღეს რო ეთქვა მაშინ იმ დღეს არ თქვა იმიტომ რომ არ მომხდარიყო რაღაც სერიოზული გართულება და შეხლა შემოხლა ისევ თავის ერთში და თავის ხალხში რა უნდა ეთქვა რისი თქმა სურდა რაც თქვა მე 28-ში რომ ამ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვეს მხოლოდ და მხოლოდ რიგ გარეშე არჩევნები აი ეს უნდა ეთქვა და არ თქვა იმ დღეს თქვა 28-ში და ეს არ ათქმევინეს ზუსტად იმ დღეს საკურთხეველში რო იდგა ხალხი აი ზუსტად გია იმ დღეებში სხვათა შორის გაიჟღერა ასეთმა მოსაზრებამ რომ ნებით თუ უნებლიეთ პატრიარქი მოხდა პატრიარქის ერთგვარი მცდელობა ჩართვისაო პოლიტიკურ პროცესებში რა სიტყვი ამაზე ზოგადად 26 მაისი რომ რამდენად გამოიყენა ოპოზიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ამ რაუნდზე მე მაინტერესებს შენი პასუხი თქვენ რა გგონიათ ეხა რომ პატრიარქის და ყველა ის ადამიანების ვინც ჩამოთვალე ეხა შენ პოლიტიკური პროცესებისთვის იბრძვიან? არა მე კითხვასვავ გია მე რა საქართველოს ხვალინდელი დღეა არა გონიათ მეთქი მაგას ეგ არის საქართველოს ტკივილი და რა პატრიარქი არ უნდა ერეოდეს საქართველოს თუნდაც პოლიტიკურ მდგომარეობაში? თქვენ რა გონიათ პატრიარქის რჩევას არ უნდა ეკითხებოდეს? აბა გამაგებინეთ გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელის ურთიერთობა გამაგებინეთ მაშინ. ერთ კითხვასაც რო არ გადაწყვეტილებასაც რო არ იღებდა მის გარეშე. გამაგებინეთ ეს კი მოგონილი კი ამ პატრიარქის მოგონილი კი არ არის და ამ იმის ყოველთვის პატრიარქები საქართველოში ერეოდნენ თუნდაც პოლიტიკურ პროცესებში. რატო გიკვირთ ამისი? არა, მაშინ აქედან გამომდინარე მინდა ეს კითხვა დავსვა, ბაში რატომ გახსნა? ომი რო იწყება საქართველოს. დიახ, გისმენ, დაასრულე გია. ომი ბოდიში, ომი რო იწყება საქართველოში, პატრიარქს არ უნდა დაალოცინო ომში წასული ხალხი? საერთოდ რო არ იცოდა უწმინდესმა რა იწყებოდა, ომი იწყებოდა თუ არ იწყებოდა, საერთოდ რა იყო ქვეყანაში? გამაგებინე ეს ჯარში რომ მიდის ხალხი სასაკლაოზე ზოგი კვდე ომი გინახია თქვენ სიგნალის გარეშე ომი რუსეთმა დაიწყო და ჩვენ აღმოჩნდით ჩართული ამ ომში ასეთი იყო რა მნიშვნელობა აქვს პატრიარქს ხო უნდა დაელოცა მეომრები პატრიარქმა საერთოდ არ იცოდა ომი რო იწყებოდა არა ხელისუფლება ამბობს ჩვენც არ ვიცოდით ომი რომ იწყებოდა უпростоეთ რუსეთმა დაიწყო არც ეხლა არ იციან მაგათმა არც ეხლა არ იციან მაგათმა იციან რომ მოიგეს გია, წეგან შენ თქვი ასეთი რამ რომ პოლიტიკურ პროცესებშიო ხო უნდა იყოსო იგივე პატრიარქი ჩართულიო და მაშინ იგივე ხელისუფლებისგან ალბათ წამოვიდოდა ასეთი არგუმენტი თუ კითხვა რომ მაშ რამ გამოიწვია გაღიზიანება რატომ იგივე დედაქალაქის მერს როცა არის მძიმე პოლიტიკური დღე არ ქონდა უფლება რომ მისულიყო ტაძარში სადაც იყო მთელი თბილისი თუ არა ნახევარი მაინც ხო მისული ტაძარში მისვლის უფლება და ლოცვის ქონდა, მაგრამ საკურთხეველში შესვლის უფლება მე მგონი ცოტა ზედმეტი იყო, ინგა.
და ვერ იყო ისე კარგი საქმე რა. კარგი, მე მაინტერესებს რა სიტყვის გია გაჩეჩილაძე ვიდრე დავასრულებთ საუბარს პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციას? დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, ფაქტი ასეთია, სააკაშვილი არის ისევ პრეზიდენტი, ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც იყო 9 აპრილამდე და ოპოზიცია აცხადებს, რომ იგი ამჯერად უკვე 7 აგვისტოსთვის ემზადება. რა სიტყვი გია, როგორი არის მომავალი ბრძოლის გეგმები და პერსპექტივა? მე ერთ რაღაცას ვიტყვი, მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ იქამდე, სანამ ეს ხელისუფლება და კონკრეტულად სააკაშვილი იქნება ხელისუფლების სათავეში. ეს არის გამორიცხული, როგორც 2x2 არის 4, იმიტომ რომ მე აქ რაც დავინახე, ჩვენ როგორც დაგვრცინის ახლა მთელი მსოფლიო, ეს არის არ ვიცი რა, ეს ნებისმიერი ქართველისთვის სატირალი რა და თუნდაც ნებისმიერი გადაცემა დღეს რომელიც საქართველოში მიდის, ხო? აი ეს გადაცემები ისა თითქოს თავისი რეზიდენციის გახსნა და რაღაც სისულელეებს რო აკეთებს, თავრობის ხდომებს და რაღაცეებს რო აკეთებს კიდე და ხალხს კიდე მეათეჯერ რო უნდა რომ დააბოლოს და თავიდან რეიტინგი აიწიოს. გამორიცხულია სააკაშვილი აქ უკვე მკვდარია ყველაში და მისი პრეზიდენტობა, მისი პოლიტიკური მომავალი რა. ეს არის დათვლილი დღეების ამბავი. ეს არის დათვლილი დღეების ამბავი, რომელიც ძალიან მალე მორჩება და მე გეუბნებით, რომ ეს მალე იქნება ამ წელს არ გადაცილდება ყოველ შემთხვევაში. ასეთია თქვენი პროგნოზი 2009 წელს არ გადაცილდება. დიახ, ყოველ შემთხვევაში შენთან მაგ ნიზლავი ინგა წაგებული და აუცილებლად გიკისრებ მაგ ნიზლავს. ჯერ ვერ შეასრულე წაგებული ნიზლავი, ორჯერ წაგებული, ასე რომ აუცილებლად, მაგრამ გეუბნები, რომ სააკაშვილი მე მგონი ყველა ქართველში თავში და ტვინში წასულია. კარგი და მე არ მინდა რომ ძალიან გადაგღალო, ბოლო კითხვა მინდა დაგისვა, არ მინდა მთელი ენერგია წაგართვა ამ ენერგიის მოსაკრეფად მან ჩასულ ადამიანს. პრეზიდენტმა განაცხადა ამ დღეებში შენახსენე წეღან რომ აი მთავრობის ხდომები და სასტუმროებიო, როდესაც ჰაიატის მშენებარე ჰაიატის სახურავზე გაიმართა მთავრობის ხდომა, მან ასეთი მესიჯი გამოაგზავნა იქიდან. ხალხმა უნდა აირჩიოს სასტუმროების მშენებლობა უნდა თუ საკნები. ეს იყო თქვენი მისამართით გაკეთებული განცხადება. ეს არის ჩემი ბოლო კითხვა და მე მინდა მოვისმინო ეთერში შენი ბოლო კომენტარი ამ ეთერში. ამითი რას იძახის ეხა ეს რომ ყველაფერს საქართველოს გაერთიანებას თავი დაანება, იმას თავი დაანება არა, ამითი იგი იმას იძახის. საქართველოს რომ არის შიმშილოს და ეხა სასტუმროებით არა, იგი ამბობს რომ ცალკეულიო პოლიტიკოსების ამბიციებს არ გადავაყოლებო მეო ჩემი ქვეყნის განვითარებას, შემოსავლებს და ინვესტიციებსო და რამდენიმე მეგაფონიანი ხულიგანის გამო ვერ ხერხდებოდა აქამდე სახელმწიფო დაწესებულებაში სტუმრების მიღება, უცხოელი ინვესტორების მიღება. ამას ამბობს, ანუ აირჩიეთ საკნები თუ მშენებარე სასტუმროებიო. რას უპასუხებდა გია გაჩეჩილაძე? აი ესე უპასუხებ სამჯერ სააკაშვილს რა. კარგით, გია, წარმატებები მინდა გისურვო, პირველ რიგში გამოჯამთელება, მიხარია რომ ხარ ფორმაში და იმედია დაუბრუნდები მალე საქართველოს. აუცილებლად ჯერ სადახართ. კარგით. ჯერ სადახართ. დიდი მადლობა. მაშასე ეს იყო პოპულარული გია გაჩეჩილაძე, უცნობი, რომელიც კარლოვი ვარიდან გვერდებოდა. მე უნდა დავასრულო ჩვენი გადაცემა, მას დავემშვიდობები კიდევ ერთხელ ვუსურვებ მთელი გულით გამოჯამთელებას და უნდა დავასრულო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მაშასე ოპოზიცია აცხადებს, როგორც წეღან ჩვენს გადაცემაში პირველ ბლოკში ამბობდა ბატონი გუბა სანიკიძე, რომ დროა უკვე რომ ბრძოლის ახალი ტაქტიკა იქნა შერჩეული და რომ ოპოზიცია პარტიები გავიდნენ რეგიონებში და თუ კი აქ ბრძოლა მიდიოდა ვთქვა თბილისში, ეხლა მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გაიშალოს ეს ბრძოლა. რამდენადაც არის ცნობილი, ამაში უკვე ერთვებიან ვთქვა ახალგაზრდული ორგანიზაციები, ლოზუნგით შემოგვიერთდით, რამდენადაც გახდა ცნობილი, ისინი უკვე ხვალ აპირებენ გავიდნენ დასავლეთის მხარეს, კერძოდ ბათუმში და 8 საათზე აპირებენ ბათუმის ცენტრში ჩაატარონ საპროტესტო აქცია. მაშასე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და მოახერხებენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლები ბრძოლა გაშალონ საქართველოს მთელი მასშტაბით. მოდით ერთად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს, მინდა გისურვოთ მშვიდობა. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ნახვამდის.